გამარჯობა. გამარჯობა. მოდით ცოტა დავალოდოთ ხალხს, ალბათ 5 წუთი და შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ. ან ერთი კითხვა არ დავამატე. მაინტერესებს გქონიათ თუ არა ნეირონულ ქსელებთან გაცვლის ან სწავლის გამოცდილება აქამდე. გამარჯობა. გამარჯობა. კარგით, ალბათ შევუდგეს ნელ-ნელა. დღეს გვექნება რიგით მესამე ლექცია. კონცენტრირდებით
ნეირონულ ქსელებზე, მათ არქიტექტურებზე როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს უფრო არის, ასე ვთქვათ, შესავალი ნეირონულ ქსელების არქიტექტურაში, რა პარალელი აქვთ მათ აქამდე რაც ვისწავლეთ მანქანური დასწავლის ალგორითმებთან და ასევე პრაქტიკულ პროექტსაც შევხედავთ როგორც ყოველთვის. შევახსენებთ, რომ წინა ლექციებზე პირველ და მეორე კვირაში უფრო კლასიკურ სტატისტიკურ მოდელებთან ქონდა შეხება, სადაც მონაცემებზე დაყრდნობით ვქნიდით მოდელს. ვაფასებდით მის წარმადობას, პოულობდით, ასე ვთქვათ, სუსტ წერტილებს და სხვადასხვა iterაციული მეთოდებით ვცდილობდით ოპტიმალურის მოძებნას. ნეირონული ქსელები ამ იდეას აგრძელებენ, უბრალოდ სხვაობას პარალელურად დავინახოთ ლექციის მსვლელობასთან ერთად. და შევხედავთ, რა სირთულეები და უპირატესობები მოყვება ნეირონულ ქსელებს, რა ამოცანებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ და პრაქტიკულ მაგალითს განვიხილავთ, რაც იქნება ხელნაწერი ციფრების ამოცნობა, საკმაოდ კლასიკური ამოცანა არის MNIST-ის მონაცემთა ბაზის კლასიფიკაცია, რომელსაც კიდე ახლოდან გავუძლებთ. დღეისთვის დაგვჭირდება ახალი პროექტი, ესეც GitHub-ზე მდებარეობს, სადაც იქნება მთელი კოდი განთავსებული. მე ამას ჩატში დავაკოპირებ. სასურველია ეს ვირტუალურ გარემოში მოხდეს, თუმცა არ არის აუცილებელი, ისევ და ისევ. შეგიძლიათ როგორც GitHub-ზე მიადევნოთ თვალი, ან უკეთესი იქნება თუ ამას გადმოწერთ და ასე უფრო თან გაშვება შეგეძლებათ და პარალელურად შეგვიძლია შევხედოთ პროექტის მსვლელობას. ამ ყველაფერს დავაკოპირებ, შეგიძლიათ პროექტი გადმოწეროთ, მანამდე რამდენიმე სლაიდს გავივლით, ოდნავ შევეხებით თეორიას. არ გვიქნება საშუალება, რომ სიღრმისეულად მათემატიკურ მოდელში ჩავეძიოთ. თუმცა შეგვექნება წარმოდგენა, როგორ მუშაობენ ნეირონული ქსელები და როგორი არქიტექტურა შეგვიძლია გამოვიყენოთ, რასაც შემდეგ პრაქტიკაშიც ვიხილავთ. მსვლელობაში თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დასვათ, მე ვეცდები, რომ თქვენ ამ შეკითხვებზე გიპასუხოთ და შეძლების დაგვარად პროექტსაც თუ გავუშვებთ, ჩემი აზრით სასარგებლო იქნება. ხო, როგორც აღნიშნეთ, დღეს ნეირონულ ქსელებს შევეხებით, მაგრამ როგორც სხვა ყველა მანქანური დასწავლის ალგორითმებს, საწყისი ამოცანა გვაქვს ძალზე მსგავსი. გვაქვს მონაცემები და iterაციულად ვცდილობთ ამოცანის უკეთ და უკეთ გადაწყვეტას. ესეთი სათამაშო მაგალითი რომ მოვიფიქროთ, წარმოვიდგინოთ, რომ რობოტს გვინდა გზა ვასწავლოთ, ან მივიყვანოთ რაღაც მიზნამდე. ამ შემთხვევაში იყოს ნამსხვრევი თუ ტორტი. კლასიკური აღწერითი პროგრამირებით ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ უთხრათ ზუსტად ინსტრუქცია. საით წავიდეს, როგორ მოუხვიოს, როგორ მოიქცეს. ეს უფრო დეტერმინისტული კლასიკური ამოცანის გადაწყვეტას გავს, რომლის მინუსებიც ნათელი არის. ჯერ ეს ერთი უნდა ვიცოდეთ ამ ზუსტი ნაბიჯების მიმდევრობა. უნდა ჩავთვალოთ, რომ გარემო არ იცვლება, უნდა ჩავთვალოთ, რომ არაფერი მოულოდნელი არ მოხდება და მთელ ამოცანას ასე თუ ისე ვიცნობთ და მის ყველა სცენარს შეგვიძლია შეუსაბამოდ გადაწყვეტილებ. ხშირად ეს ასე არ ხდება. ამოცანა არის ვერასდროს რთული ხოლმე, რთულია განსაზღვრა, რომ ზუსტად რა ოპერაციები არის საჭირო მიზნის მისაღწევად. და ამისთვის ზუსტად ეს მანქანური სწავლების მოდელები, იქნება ეს ნეირონული ქსელები თუ კლასიკური სტატისტიკური მოდელები, რომლებიც აქამდე განვიხილეთ, ესენი გვეხმარება ამ ამოცანის აღწერაში უფრო მოქნილად და იმის და მიხედვით, როგორ გადავჭრეთ ეს ამოცანა სხვადასხვა გარემოში. მაგალითად, ერთ-ერთი მარტივი მიდგომა შეიძლება იყოს, რომ
გაზომოს მანძილი მიზნამდე, ეს შეიძლება იყოს რაღაც რიცხვი. შემდეგ ცადოს მოძრაობა რაღაც დელტა მიმართულებებით, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ. შეხედოს რომელ მოძრაობას მოყვება ამ მანძილის შემცირება და მაგ მიმართულებით, რომელსაც უკვე იპოვის, გადადგას ნაბიჯი. ანუ ესეთი მარტივი ალგორითმი და ეს ყველაფერი გავამეორებინოთ. მანამ სანამ მანძილი არ გახდება 0. ამ საშუალებით ჩვენ ვიძლევით უფრო ზოგად აღწერას, ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ სად არის ეს მიზანი, ზუსტად შეიძლება გადაწყვეტაც არ ვიცოდეთ, ან მოკლე გზა, მაგრამ იტერაციული მეთოდით შეგვიძლია მიუახლოვდეთ მას. შეგახსენებთ, რომ აი კლასიკურ მანქანურ დასწავლის მოდელირებაში ეს იყო ფუნქციის პარამეტრები, რომლებსაც ვეძებდით. ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ პოულობდით ისეთ პარამეტრებს, რომელიც გვაახლოვებდა ჩვენ მიზნამდე და მოლოდინი იქნებოდა, რომ საბოლოოდ მივიღებდით ფუნქციას, რომელიც უკვე შემდეგ გამოგვადგება პრაქტიკაში. შეგვიძლია ეს ამოცანა სხვანაირადაც წარმოვაგიოთ. აი ესეთი სათამაშო მაგალითი მოვიფიქროთ, დავუშვათ ვარდ თაზე, error rest და ანუ შეცდომის და ჩვენი მიზანი არის, რომ ვიპოვოთ გზა დაბლა. აქ რა თქმა უნდა, რამდენიმე ესეთი ხელოვნური დაბრკოლებაც გვაქვს, ერთი რომ დავუშვათ ნისლია და შორს ვერ ვიხედებით, მხოლოდ რაღაც მანძილზე შეგვიძლია გახედვა. და დავუშვათ ჩვენი მიზანი არის თიდან ჩამოსვლა. რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ აქ? რა თქმა უნდა, თითოეულ ნაბიჯზე ჩვენ მაგალითად შეგვიძლია თითოეულ მიმართულებაზე ვნახოთ, ჩვენ დაბლად ჩავდივართ თუ არა, იგივე სიმაღლეზე ვrჩებით თუ ზევით ავდივართ. შემდეგ, როდესაც ვიპოვეთ მიმართულებას, სადაც დავმასვლა, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდია, ანუ გრადიენტი ყველაზე დიდია. კალკულუსში რო გადავთარგმნოთ ეს მოქმედება, ეს იქნება წარმოებული ფუნქციის მიმართულებით სვლა, ანუ წარმოებული საით არის ყველაზე დიდი. და მაგ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯი. ამით შეგვიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მიუახლოვდეთ ჩვენ მიზანს და გადავწყვიტოთ ამოცანა. აი ამ სათამაშო მაგალითებს რო შევხედოთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის შეცდომის მინიმიზაცია. ანუ იმ მანძილის მინიმიზაცია, რაც გვაშორებს ჩვენ საბოლოო მიზნამდე. ეს არის როგორც მანქანურ დასწავლაში, ისე ნეირონულ ქსელებში, ისე ნებისმიერ იტერაციულ ოპტიმიზაციის ამოცანაში, რო ჩვენ პოულობთ ოპტიმალურ გზას მიზნის მიღწევამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ ისიც უნდა რა თქმა უნდა განვიხილოთ, რომ ეს ფუნქცია შეიძლება გაიჭედოს ლოკალურ ოპტიმალურ წერტილში, რაც ნიშნავს მაგალითად ჩვენ გვეგონოს, რომ ჩვენ უკვე ჩამოვედით თიდან, მაგრამ რეალურად რაღაც ასე ვთქვათ პლატო რეგიონზე ვართ. შეიძლება იყოს ისე, რომ დაღმართი ზემოთ და ძლიერი იყოს, ან საერთოდ ნულს უახლოვდებოდეს დაღმასვლა. ანუ გრადიენტულად ამ ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება რაღაც სირთულეებამდეც მივიდეს. ასეთ მიდგომას ქვია gradient descent, ანუ გრადიენტული დაშვება, სადაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითვლით შეცდომის ფუნქციის წარმოებულს და მაგის მიხედვით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ გადაწყვეტამდე. შეიძლება ასეთი მსგავსი ამოცანა რიცხვით ანალიზის შევხედროდათ, სადაც მაგალითად აი ნიუტონის იტერაციული მეთოდი ძალიან მსგავს მიდგომას იყენებს. თითოეულ იტერაციაზე ვითვლით წარმოებულს, მის მიმართულებას, მაგ მიმართულებით მივდივართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდებით გადაწყვეტას. და რაც დავინახეთ უახლოეს ალბათ 20-30 წელიწადში, ნეირონული ქსელები საკმაოდ ძველი ტექნოლოგია არის, მაგრამ საბოლოო ესე ვთქვათ უახლესმა გადაწყვეტებმა, როგორც GPU გამოყენებაში, როგორც მომაცემების ზრდაში, მოგცა იმის საშუალება, რომ აი ესეთი მარტივი მათემატიკური მოდელით შეგვიძლია ძალიან დიდი რიგი პრობლემების გადაწყვეტა. ერთის მხრივ ესეთი მარტივი მათემატიკური ოპტიმიზაციის ამოცანით მოგვეცა საშუალება როგორც კლასიფიკაციის მოდელების ამოხსნა, როგორც სახეების ამოცნობა, ან იდენტიფიცირება სამედიცინო სფეროში, ფინანსურ სფეროში. ყოველ შემთხვევაში
ისეთი მოდელები შექმნა, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა იყენებთ და პრაქტიკაში გამოიყენება ფართოდ. იქნება ეს გრაფიკული მოდელები, იქნება ეს ენობრივი მოდელები თუ ასე შემდეგ. ანუ იდეაში ჩვენ ესეთი მარტივი მათემატიკური წარმოდგენით შევძელით საკმაოდ რთული ამოცანების გადაწყვეტა. რა არის ნეირონული ქსელი? რა თქმა უნდა, ეს ვიზუალურად შეგვიძლია საკმაოდ ჩახლართულად და რთულადაც წარმოვიდგინოთ. ნეირონული ქსელი იდეაში არის ბიოლოგიური მექანიზმით შთაგონებული. ეს ალბათ მოსმენილის გექნებათ, რომ აი როგორც ტვინი მუშაობს, ნეირონული ქსელიც მსგავსი მათემატიკური მოდელი არის. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან დაკავშირებული ნეირონები, მათი ქსელი და მიმართულება თუ რა მიმართულებით ვრცელდება ინფორმაცია ამ ქსელში. რამდენად ეს ახლო არის ბიოლოგიასთან, რა თქმა უნდა, სადაო საკითხი არის. რაღაც მოდელებში შეიძლება რაღაც მონაკვეთებზე შეიძლება სწორი იყოს ასეთი ბრწყალებში გამარტივება, რაღაც სამედიცინო მიდგომით შეიძლება ზედმეტად ტრივიალური იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი მოდელის აწყობის მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ საკმაოდ რთული ფუნქციები ვაკონტროლოთ, შევქმნათ, გავწვრთნათ და მოვარგოთ ჩვენ მონაცემებს. არ არის საჭირო, რომ ეს მოდელი ასე რთულად წარმოვიდგინოთ. იქნება ეს, აი როგორც ხედავთ, მარცხენა მხარეს input layer-ში, ანუ შემომავალი, საიდანაც ინფორმაციის წყარო გვაქვს. hidden layer-ები, ანუ დამალული შრეები, რომლებიც უკვე თვითონ ქსელის შუაში მდებარეობენ. და გამომავალი შრე, output layer, სადაც უკვე ვიღებთ ჩვენი მოდელის შედეგს. და როგორც ხედავთ, ეს დიდი რაოდენობის კავშირები ნეირონებს შორის. არ არის საჭირო, ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ისეთივე მარტივი წარმოდგენით შევხედოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით სხვა მანქანური სწავლების მოდელებთან და უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ნეირონული ქსელი და მისი წვრთნა ისევ და ისევ ცდილობს გადამწყვეტი ფუნქციის პოვნას. ისევ და ისევ ცდილობთ, როგორც აქამდე, ვიპოვოთ გამყოფი ფუნქცია ჩვენ, რომელიც მოერგება ჩვენ მონაცემებს, შევაფასოთ, რამდენად ჩორს თუ ახლოს არის ეს შემოთავაზებული მოდელი რეალობისგან და ისევ ცდილობთ შევაფასოთ ამ მოდელის სიზუსტე, სუსტი წერტილები და როგორ შეგვიძლია ის გავაუმჯობესოთ. თუ გახსოვთ წინა ლექციებიდან, ჩვენ რამდენიმე ალგორითმი განვიხილეთ, იქნება ეს ლოჯისტიკური რეგრესია, იქნება ეს KNN უახლოესი მეზობელი. იქაც ჩვენ ამოცანა ზუსტად იგივენაირი გვედგა, იყო ასეთი გამყოფი ფუნქციის მოძებნა. ზუსტად როგორც იქ, აქაც ვაფასებთ შემოთავაზებულ ფუნქციას, პოულობთ მაგალითად რა შეცდომა მოყვება ასეთ გაყოფას, რატო არ შეიძლება შეითვალოს კარგად, ვაკეთებთ მორგებას და ნაბიჯ-ნაბიჯ პოულობთ იმ ფუნქციას, რომელიც უკვე სუფთად გაყოფს ჩვენ მონაცემებს ორ კატეგორიად, რომელიც უკვე შეესაბამება ჩვენი მონაცემების წიასწარმოცემულ კლასიფიკაციას. ანუ იდეაში იგივე ამოცანა, რომელიც აი ტრივიალურად გვიხსნიდა მთიდან ჩამოსვლას იქნებოდა თუ ჩვენ მიზნამდე საპონელ გზას, შეგვიძლია მოვარგოთ ფუნქციის მოძებნასაც. რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ ფუნქციის სიზუსტის გაუმჯობესებას, ანუ შეცდომის შემცირებას, ეს შეგვიძლია თანაბრად გამოვიყენოთ ეს ორნაირი მიდგომა. მაგრამ თუ დავაკვირდებით, აქამდე ჩვენ გვქონდა უწყვეტი ფუნქციები, მაგალითად მანძილი ჩვენ მიზნამდე ეს არის უწყვეტი რიცხვითი მაჩვენებელი, სიმაღლე თიდან დაშვებისას ესეც უწყვეტი მაჩვენებელია, ხოლო მონაცემების დაყოფასთან უკვე უფრო დისკრეტულ ფუნქციასთან გვაქვს საქმე. როდესაც ერთი ნაბიჯით შეიძლება უცებ
დავარდეს ან ავარდეს ფუნქციის წარმოდება სიზუსტე და გაგვიჭირდეს თქმა ზუსტად რა პარამეტრი უნდა შევცვალოთ და რამდენად. ამიტომ ნეირონული ქსელების გაწვრთნის ალგორითმი, ეს მათემატიკური მოდელი, რომელსაც backpropagation ქვია და კიდე ახლოდანაც გავეცნობით, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ამოცანა წარმოვადგინოთ ალბათობებით და ისევ უწყვეტ სიმრავლეში, სადაც ბევრად უფრო მარტივია წარმოებულის დათვლა, პარამეტრების ნაბიჯ-ნაბიჯ იტერაციულად დაზუსტება და მოდელის გაუმჯობესება. აი იგივენაირად რომ წარმოვიდგინოთ დავუშვათ სივრცე გვაქვს გასაყოფი ორად, პირობითად ლურჯ და წითელ სივრცეებად წარმოვადგინოთ. ჩვენ შეგვიძლია ეს წარმოვადგინოთ როგორც ალბათობა. უწყვეტი ალბათობა 0-დან 1-მდე, რამდენად ესა თუ ის რეგიონი შეესაბამება კლასს. ამ შემთხვევაში წითელს თუ ლურჯს. ამით ჩვენ ერთი ამოცანა უკვე დავიმარტივეთ იმით, რომ აქამდე თუ ქონდა უბრალოდ მონაცემი ეკუთვნოდა ან არ ეკუთვნოდა სწორ კლასიფიკაციას, რაც იყო დისკრეტული მაჩვენებელი, გადავდივართ უწყვეტ ალბათობაში. სადაც რაც გვიხსნის საშუალებას როგორც წარმოებულის დათვლის, ისე სხვადასხვა მათემატიკური ოპერაციის გაკეთების. და ახლა შეგვიძლია მაგალითად ერთ-ერთ შეცდომის ფუნქციას გავეცნოთ, ამას ქვია cross entropy. რთული სახელის მიუხედავად აქ საკმაოდ მარტივად არის საქმე. უბრალოდ შევაფასოთ ფუნქცია წარმატებით ყოფს სივრცეს ორ რეგიონად თუ არა. ჩვენ მაგისთვის შეგვიძლია დავთვალოთ მანძილი მოლოდინს და რეალობას შორის, აი მაგალითად პირვანდელი ფუნქციის ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ეს ზედა რეგიონი ლურჯ კლასს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ხედავთ, რომ წითელი მონაცემი გვხვდება, ანუ სხვა კლასის წარმომადგენელი მონაცემი. და ამით შეგვიძლია დავთვალოთ, რა არის ალბათობა, რომ ეს კლასიფიკაცია არის სწორი. ეს შეგვიძლია დავთვალოთ თითოეული წერტილისთვის. მივიღოთ ასე ვთქვათ ჯამური ან გადამრავლებული ალბათობა. იმისთვის რომ ეს ფუნქცია გავხადოთ წარმოებადი, ანუ შევძლოთ მასზე ოპტიმიზირება. ვიყენებთ ხრიქს, რომ ნამრავლი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ჯამად და ამისთვის ლოგარითმს ვაკეთებთ თითოეული მაჩვენებლის. ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ ჩვენ ალბათობის სივრციდან გადავდივართ შეცდომის შეფასების სივრცეში. ანუ ამ შემთხვევაში მარცხენა ფუნქცია საბოლოო მეტრიკას იღებს დავუშვათ 4.8, რაღაც პირობითი რიცხვი, ხოლო ფუნქცია, რომელიც უფრო შეესაბამება მონაცემების სწორ დაყოფას, იქ ჩვენი შეცდომის ფუნქცია უკვე გვაძლევს 1.2-ს. ანუ რეალურად რიცხობრივად შეგვიძლია შევაფასოთ ამ ორიდან რომელი უფრო ახლო არის რეალობასთან და ასე ვთქვათ რიცხვითი შეფასება მივცეთ ფუნქციის წარმატებას. ეს ზუსტად იგივე არის, როგორც ავიყენებდით საშუალო კვადრატულ გადახრას, ან ფესვს მისგან, ან როგორც ვიყენებდით accuracy მეტრიკას. ოღონდ accuracy შემთხვევაში თუ ჩვენი მიზანია მისი გაზრდა, შეცდომის ფუნქციის შემთხვევაში ჩვენი მიზანია მისი მინიმიზება. ამ მიდგომას ქვია cross entropy-ა, იმიტომ რომ ინფორმაცია რამდენად უნდა შევცვალოთ, ასე ვთქვათ, რომ გახდეს დაემთხვეს მოლოდინი და ფუნქციის მაჩვენებელი. არ არის აუცილებელი მათემატიკურ ნაწილში ჩაღრმავება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ cross entropy ამ შემთხვევაში არის შეცდომის ასე ვთქვათ error function, შეცდომის ფუნქცია და ჩვენი მიზანია მისი მინიმიზება ფუნქციის პარამეტრების ჩასწორებით. ზუსტად ასევე შეგვიძლია იგივე ეს რაც განსაზღვრეთ მოვარგოთ ნეირონსაც. აი დავუშვათ თუ წარმოვიდგენთ წრფეს, რომელიც შეგვიძლია წარმოვადგინოთ 2x + 7y უდრის 4-ს, უბრალოდ წრფივი განტოლება. და დავუშვათ ვთქვათ
მონაცემები, რომლებიც მეტია 4-ზე შეგვიძლია დავაჯგუფოთ ერთ კლასში, რომლებიც ნაკლებია 4-ზე შეგვიძლია დავაჯგუფოთ მეორე კლასში. ანუ ეს არის ერთ-ერთი დავუშვათ ვარიანტი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია მოვარგოთ ერთ ნეირონს, ასე ვთქვათ, ვიზუალური ფუნქცია. ამ შემთხვევაში 2 და 7 ეს არის წონები. ანუ ჩვენ შემოგვივიდა x და y მაჩვენებლები, შეგვიძლია ჩვენ თითოეული ეს მაჩვენებელი გადავამრავლოთ წონებზე, ამ შემთხვევაში 2-ზე და 7-ზე. მოვახდინოთ წანაცვლება, ამ შემთხვევაში რაც არის 4 და გამოსავალზე ვიღებთ ნეირონი უკვე იქნება ან პოზიტიურ მნიშვნელობაში, ან უარყოფით მნიშვნელობაში. ასე ვთქვათ, ასეთი მარტივი წრფე გამოვიყენეთ როგორც სივრცის გამყოფი. რითაც განსხვავდება ეს მიდგომა მაგალითად ლოჯისტიკური რეგრესიისგან, სადაც ასევე წრფის მოძებნა გვინდოდა. არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ნეირონები ერთმანეთს გადავაბათ და სხვადასხვა კომბინაციებით წარმოვქნათ არქიტექტურულად. ანუ მაგალითად ერთ წრიფში ჩავაწყოთ ნეირონები ან სიგანეში ჩავაწყოთ და ახლა დავინახავთ თუ რას მოგცემს ასეთი რა ფუნქციის სივრცეს გაგვიხსნის ასეთი მიდგომა. აი მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ერთი გამყოფი ფუნქცია მარცხენა ზედა კუთხეში და მარცხენა ქვედა კუთხეში და მათი გაერთიანება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აი სადაც ისინი თან ხვდებიან იმ ჯგუფით დავყოთ ლურჯი და წითელი ჯგუფები. ანუ ჩვენ შეგვიძლია უკვე ორი ნეირონისგან გამომავალი მარტივი წრფივი გამყოფი უკვე ცოტა უფრო რთულ პოლიგონად წარმოვიდგინოთ. ანუ სივრცეში უკვე უბრალოდ წრფივი კი არა, შემოგვაქვს ასეთი კომბინირებული ფუნქციის გამყოფი ფუნქცია. და ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც უკვე სადაც ისინი თან ხვდებიან, ის რეგიონი წარმოვაჩინოთ ლურჯ კლასად და დარჩეი წითელ კლასად. ეს გვაძლევს იმ საშუალებას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება ნეირონები მათემატიკურად გადავაბათ ერთმანეთში. ანუ ეს გულისხმობს რას? ანუ თუ ერთი ნეირონი გვეუბნება, რომ ამ მონაცემის ალბათობა, რომ ის ეკუთვნის ლურჯ კლასს, არის დავუშვათ 0.7, მეორე ნეირონის მიხედვით ეს 0.8. ჩვენ შეგვიძლია ეს ალბათობები ავჯამოთ, მოგცემს რაღაც რიცხვს 1/5, რაც რა თქმა უნდა კონკრეტულად ალბათობას არ შეესაბამება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს გავატაროთ აქტივაციის ფუნქციაში, აქტივაციის ფუნქციის კლასებსაც შევხედავთ. ანუ ისევ წარმოვაჩინოთ 0-1 ინტერვალ ალბათობად. და ერთ-ერთი აქტივაციის ფუნქცია დავუშვათ სიგმოიდი ავიღოთ, რომელსაც ასევე გავმარტავთ, ისევ ვიღებთ უკვე ახალმნიშვნელობას 0.82-ს. ანუ ჩვენი უკვე ასე ვთქვათ აკინძული სამნეირონიანი მარტივი მოდელი გვეუბნება, რომ აი ეს ლურჯი ჯგუფი მარჯვენაზე და კუთხეში 82% ალბათობით ეს მონაცემი მას შეესაბამება. ანუ უკვე რიცხობრივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს აი ამ მარტივი წრფივი ფუნქციების ერთმანეთზე გადაჯაჭვა. იგივენაირად აი შეგვიძლია რიცხობრივად წარმოვიდგინოთ, ამ შემთხვევაშიც გვექნება 3 ნეირონი, ორი შევამავალი, ერთი უკვე შემდეგი, შეგვიძლია წარმოვადგინოთ როგორც წონები, წანაცვლება, ანუ ეს weights and biases, იქნება ინგლისურად, და აქტივაციის ფუნქცია, რომელიც უკვე ისევ აქამდე რაც გარდაქმნა გავაკეთეთ, ისევ 0-დან 1 სივრცეში დაგვაბრუნებს, რომ ისევ ალბათობის სახე მიეცეს გავამავალ მნიშვნელობას. ანუ ჩვენ ასე მარტივად შეგვიძლია წარმოვადგინოთ გრაფიკულად რას წარმოადგენს აი ესეთი მარტივი ნეირონული ქსელი. ასეც და ისეც, ისევ სივრცეს ყოფთ ორ ნაწილად. როგორც აქამდე
მანქანურ დასწავლაში ჩვენი ამოცანა იყო აი ესეთი გამყოფი ფუნქციის მოძებნა. ამოცანა რჩება იგივე. უბრალოდ ჩვენ აი ესეთი სიღრმისეული თუ სიგანისებრი ნეირონული ქსელებით უფრო მოქნილ და ასე ვთქვათ ჩახტართული ფუნქციების მოდელირება შეგვიძლია. ხო, აი მაგალითად ამ შემთხვევაში x და y იქნებოდა შემომავალი მნიშვნელობები. hidden layer-ში გვექნებოდა ორი ასეთი ფუნქცია, რომელიც სათითაოდ ცდილობს იმ წრფის მოძებნას, რომელიც შეიძლება ის დაგვარად კარგად გაყოფს რეგიონს, რა თქმა უნდა, იდეალურად ვერ შეძლებს. იმიტომ რომ უბრალოდ ერთი ეგეთი წრფის მოძებნა შეუძლებელია, მაგრამ ერთობლივი ძალებით და x სადაც თან ხვდებიან, უკვე შეგვიძლია ესეთი არაწრფივი რეგიონის გამოყოფა. ზუსტად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მაღალხარისხიან ან არაწრფივ ფუნქციებზე გადავიდეთ, ასეთი მარტივი კომპონენტების გადაჯაჭვით. ეს ამ შემთხვევაში ქონდა ორი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სამი ნეირონიც დამალულ შრეში. ამ შემთხვევაში აი დავუშვათ, შეიძლება თითოეულს ქონდეს თავისი წრფივი გამყოფი მოძებნილი და ის რეგიონი, სადაც ყველა თან ხვდება, უკვე იქნება შუაგულში. ანუ აქამდე რაც ორიგინალში ასეთი ამოცანის გადაწყვეტა წრფივი ფუნქციით ფაქტიურად შეუძლებელია. შეუძლებელია ისეთი ერთი წრფის მოძებნა, რომელიც აი დავუშვათ ლურჯ და წითელ რეგიონებს თანაბრად გაგვიყოფს. თუ მაგალითად ან განზომილებას არ დავამატებთ, ანუ ახალ მაჩვენებელს თუ არ შემოვიყვანთ, ან თუ არაწრფივ ფუნქციებში არ გადავალთ. ზუსტად ამას იძლევა საშუალება, რომ აი ასეთი შედარებით გადაბმული წრფივი ფუნქციები ჩვენ შეგვიძლია უფრო კომპლექსური გამყოფი ფუნქციის მოძებნა. იგივე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც არა ორ განზომილებაში, არამედ სამ განზომილებაშიც. ამ შემთხვევაში შემომავალი გვექნება სამი მონაცემი. შესაბამისად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული ნეირონი უკვე შეესაბამება სიფრთხეს და მათი უკვე შეჯამებით მივიღებთ, ასე ვთქვათ, სამგანზომილებიან რეგიონს, რომელიც შეგვიძლია დავყოთ ლურჯ და წითელ კლასებად. რა თქმა უნდა, სამი ეს არ არის ზღვარი, შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის შემომავალი ინფორმაცია გქონდეს. დღეს პროექტშიც ვნახავთ, თითოეული შემომავალი ნეირონი შეესაბამება 1 პიქსელს. და ხო ხვდებით, სურათში შეიძლება მილიონობით პიქსელი გქონდეს და ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალგანზომილებიან ფუნქციებთან გვაქვს საქმე. ფოტო გაითიშა, იმედია ხედავთ. ხო, უფრო მაღალგანზომილებიან მონაცემებთან გვექნება შეხება და ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება ინტუიციურად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეგეთი, ასე ვთქვათ, მრავალუცნობიანი განტოლების მარტივად ამოხსნა, მაგრამ შევეცდებით მაგ კითხვას უპასუხოთ, აი ეს აი ამ ნეირონული ქსელის დასწავლის ალგორითმით. ვიხილავთ თუ როგორ მუშაობს ის და შემდეგ პრაქტიკაშიც გავწვრთნით ერთს. ის უკაცრავად, ანუ ეს ქსელი კომპიუტერს ის საშუალებას აძლევს, აი ეგ ცოტა ვერ გავიგე, შეიძლება ეგ რო ახსნათ. კი, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეგვიძლია მონაცემის კლასიფიკაცია გავაკეთოთ. დავუშვათ შემომავალი ინფორმაცია, განვიხილოთ მაგალითად სურათის მაგალითს. შემოგვდის სურათი და გვაინტერესებს არის თუ არა მასზე ადამიანი. ანუ კლასიფიკაციის გაკეთებას ვცდილობთ. შემოსავალზე გვექნება სურათის პიქსელების მნიშვნელობა. გამოსავალზე უნდა გქონდეს, შეიძლება იყოს კი ან არა, ანუ სურათზე არის თუ არა ადამიანი. შეიძლება სხვანაირად დავსვათ ამოცანა, თუ არის ადამიანი, ვინ არის, იდენტიფიცირება, მაგალითად არის თუ არა სურათზე მანქანა, ცხოველი, ან ობიექტის იდენტიფიცირება. და ეს ნეირონული ქსელი გვაძლევს საშუალებას, რომ გავაკეთოთ სურათის კლასიფიკაცია. აი დღეს რა მაგალითიც განვიხილავთ, ეს არის ხელნაწერი ციფრები. ანუ ხელით დაწერილი 1-იანი, 2-იანი, 3-იანი, ასე შემდეგ, ანუ 10 შესაძლო ციფრი. ჩვენ რომ ვეცადოთ
კლასიკური მიდგომით გადავჭრათ რომელი სურათი რომელ ციფრს შეესაბამება, ალბათ ადვილად წარმოვიდგენთ, რომ საკმაოდ რთული არის ასეთი ამოცანის გადაწყვეტა. შევამავალი მნიშვნელობების სივრცე არადეტერმინისტულია, საკმაოდ დიდია. ევრისტიკაც საკმაოდ რთულდება. ანუ ისევ ან პროგრამისტის, ან მოდელირების მხრებზე ჯდება, რომ ეს სივრცე მაგალითად იდეალურად აღწეროთ. რას ნიშნავს სიმბოლო ერთიანი, რას ნიშნავს სიმბოლო ორიანი, რას ნიშნავს ადამიანის სახე, რას ნიშნავს სხვადასხვა კლასიფიკაცია. მაგრამ ამ შემთხვევაში ნეირონულ ქსელებმა იმის საშუალება მოგცეს, რომ ამ ყველაფრის აღწერა არ გჭირდება. თვითონ რა, დასწავლის ალგორითმით შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთი ფუნქცია, რომელიც ამ აღწერას ჩვენ ნაცვლად და ჩვენზე უფრო ზუსტად გააკეთებს. ანუ იპოვის შევამავალ მონაცემებში იმ მახასიათებლებს, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ სურათის კლასიფიკაციას. აი მაგალითად შევამავალ სურათზე თუ არის ხელნაწერი ერთიანი, რომელიც შეიძლება უხეში იყოს, შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ერთიანებისგან, მაინც შეძლოს რაღაც ალბათობით გვითხრას, რომ ეს სიმბოლო შეესაბამება დაუშვათ ერთიანს. ანუ რაც აქამდე კლასიკური პროგრამირებით საკმაოდ რთული გადასაწყვეტი ამოცანა არის, ასეთი არქიტექტურით ბევრად უფრო მარტივად გადაწყვეტად ხდება. შემდეგ იმასაც ვიხილავთ, რომ ეს ასე თუ ისე მარტივი ერთეულები, ანუ ნეირონები, თუ საკმარისად რთულ და სიღრმისეულ არქიტექტურაში გადავაბით, რაც უკვე deep learning და deep architecture-ებთან მივყავართ, ზუსტად ის არის მივყავართ ენობრივ მოდელებთან. იქნება ეს ChatGPT თუ ნებისმიერი სხვა. მათ საფუძველში ისევ ნეირონულ ქსელები დებს და მაგ შემთხვევაში იმ მაგ არქიტექტურის კონკრეტული მიზანი არის სიტყვების და ტექსტის გენერირება. მაგ ამოცანებსაც განვიხილავთ მომავალ ლექციებზე. თუმცა ახლა უფრო ასეთ გამარტივებულ ვარიანტებს ვუყურებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ენობრივ მოდელებამდეც მივიდეთ. იმედია უპასუხე თქვენ შეკითხვას. და დღევანდელი პრაქტიკული მაგალითით მადლობთ. ანუ აქამდე მაგალითად თუ გქონდა ერთი შრე, მაგაშიც არ ვართ ლიმიტირებულები, შეიძლება ორი დამალული შრე გქონდეს და შემდგომ ერთი გამომავალი. ანუ ჩვენ იდეაში ნებისმიერი სირთულის ფუნქციების გადაბმა და გადაჯაჭვა შეგვიძლია. კარგი ის არის, რომ ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, ამას გადაწყვეტს ჩვენი დასწავლის ალგორითმი. იმიტომ რომ აქ იმდენ პარამეტრის ოპტიმიზაციაზე მიდის საუბარი, რომ ეს ხელით წარმოუდგენელიც არის და არც უნდა გვიწევდეს. ეს არის, ასე ვთქვათ, რიცხობრივი წარმოდგენა ჩვენი ამოცანის. აი, თუ ხედავთ, რომ აი მაგალითად პირველ შრეზე ჩვენ საქმე გქონდა წრფეებთან, მეორე შრეზე უკვე არაწრფივ რეგიონებთან და მესამე შრეზე უკვე მათ კომბინაციასთან, ანუ ფაქტობრივად ნებისმიერი სახის გამყოფი ფუნქციის მიღება შეგვიძლია. რომელიც შესაძლებისდაგვარად მაქსიმალურად კარგად ცდილობს რომ აღწეროს ჩვენი მონაცემების კლასები. აქტივაციის ფუნქცია ვახსენე რამდენჯერმე. აქტივაციის ფუნქციის მთლიანი მიზანი არის, რომ იყოს ადვილად წარმოებადი. წარმოებული თუ არ გისწავლიათ არც ეგ არის პრობლემა. წარმოებული უბრალოდ იმას ნიშნავს, რამდენად იცვლება ფუნქცია შევამავალი მნიშვნელობის ცვალებასთან ერთად. აი მაგალითად საკმაოდ ფართოდ გავრცელებული აქტივაციის ფუნქციები არის სიგმოიდი, ჰიპერბოლოიდ ტანგენსი, ზუსტად არ მახსოვს რა ქვია, არ აქვს მნიშვნელობა, თან H დავარქვათ. და rectified linear unit, ანუ ReLU, რომელიც ამ ფუნქციებს აერთიანებს ის, რომ ისინი უნდა იყვნენ ზრდადი, ადვილად წარმოებადი და გადავყავდეთ X-ი გადაყავდეს Y დომეინში, ისე რომ არ დაკარგოს შემომავალი ინფორმაციის ინტენსიურობა. ეხლა ვეცდები აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს. მაგალითად სიგმოიდი ავიღოთ,
პირველ რიგში ის მარტივად იწარმოება. რატო ვიღებთ ასეთ წარმოებულ გრაფიკს? თუ წარმოებული არ გისწავლეთ, ახლა უცებ ვესტები მარტივად აგიხსნით. წარმოებული გვეუბნება x-ის ცვლილებით, ანუ აი მაგალითად ავიღოთ -10 და გადავდგათ +1 ნაბიჯი და -1 ნაბიჯი. რამდენად იცვლება y-ის მნიშვნელობა. ხედავთ, რომ გრაფიკის მარცხენა მხარეს მნიშვნელობა უმნიშვნელოდ იცვლება. რაც უფრო უახლოვდებით ცენტრს, პლუს-მინუს, ანუ დელტა x-ის დელტა x მოყვება ბევრად უფრო ძლიერი დელტა y-ი, ანუ ვიღებთ უფრო ციცაბო გრაფიკს, ამიტომაც მისი წარმოებული შუაში იზრდება. და შემდეგ დადებით მნიშვნელობებშიც უბრუნდებით იგივეს. დელტა x-ი უკვე თითქმის ნულოვან დელტა y-ს შეესაბამება და წარმოებული ისევ და ისევ ვარდება. ანუ ეს ფაქტიურად გაწარმოება შეგვიძლია ნებისმიერ ფუნქციას მოვარგოთ. და ეს გვეუბნება როგორ არის დამოკიდებული ერთი ცვლადი მეორეზე. ეს დამოკიდებულება არის ნულოვანი, მაღალი თუ დაბალი. ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენ დავსვათ შეკითხვა. აი მაგალითად, ავიღეთ ნეირონული ქსელი, გვინდა რომ გავწვრთნათ. თავიდან მისი ყველა წონის მნიშვნელობა შეიძლება იყოს რაღაც შემთხვევითი რიცხვი. შესაბამისად, მისი წარმოებული შედეგიც შორს არის რეალობისგან. ნეირონულ ქსელსაც აი დავუშვათ შევხედოთ. მონაცემები გავატარეთ წინ, მივიღეთ რაღაც სახის კლასიფიკაცია. ჩვენ აი ამ შეცდომის ფუნქციის საშუალებით, რაც აქამდე განვიხილეთ კროს ენტროპია, შეგვიძლია შევაფასოთ ეს შეცდომა არის დიდი თუ პატარა. რიცხობრივად მივიღოთ კონკრეტული რიცხვი. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ შეკითხვა ამ პარამეტრების მცირე ცვლილებით, რამდენად მოქმედებთ შეცდომის გაზრდა შემცირებაზე. ვიპოვოთ პარამეტრები, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებენ და ვეცადოთ შეცდომის შემცირებას. ანუ როგორც t-დან ჩამოსვლის მაგალითი იყო, ვიპოვოთ მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად გვაახლოებს ჩვენ მიზანთან და მაგ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯი. რამხელა ნაბიჯს გადავდგამთ, რა სიხშირით დავთვლით, მაგ ყველაფერს გავეცნობით. ეს არის პარამეტრები, მოდელის პარამეტრები, რომელსაც უკვე დასწავლისას ვწვევთ. მაგრამ მთელი პრინციპი არის ის, ნახულობთ ჩვენი ნეირონული ქსელის წონების პარამეტრის პლუს-მინუს ცვლილებას, რომელიც შეესაბამება შეცდომის ფუნქციის, ასე ვთქვათ, ყველაზე კარგად შემცირებას. და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წონების გასწორებით უახლოვდებით შეცდომის ფუნქციის მინიმალურ მნიშვნელობას. სასურველია მას, რა თქმა უნდა. ხო, აი ეს მაგისთვის მაქვს ეს სლაიდი, ამას ქვია back propagation. ანუ ჩვენ იდეაში შეგვიძლია დასასწავლი მონაცემი გავატაროთ წინ ჩვენ ქსელში, ამ შემთხვევაში მარცხნიდან მარჯვნივ, დავთვალოთ შეცდომა, ანუ შეცდომის ფუნქციის მნიშვნელობა და ესეთი უკუსვლით, ანუ შეცდომის გავრცელებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავასწოროთ თითოეული ნეირონის წონა. ჩვენ ეს შეგვიძლია შეცდომის ფუნქციის გაწარმოებით ვიღებთ შევამავალი წონები, რომლებიც თამაშობენ ყველაზე დიდ როლს ამ შეცდომის გაზრდა შემცირებაში და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ამ წონების შეცვლას. და ასე მივყვებით ქსელს უკუპა. ამიტომ ქვია ამას back propagation algorithm, ანუ ჩვენ შეცდომის გავრცელებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებთ ქსელის წონებს. ასეთივე არქიტექტურები გამოიყენება ბევრგან, შეიძლება გახსოვთ GOS მოთამაშე მოდელი რო შექმნა DeepMind-მა, ეს აი მაგალითად მისი არქიტექტურა შეგიძლიათ ნახოთ ეს თითოეული შრე, მათი ზომები, საკმაოდ ჩახლართული არქიტექტურა, მაგრამ საბოლოოდ აი მაგალითად შეგვიძლია მივიღოთ მოდელი, რომელიც ყველა სავარაუდო სვლიდან გვეტყვის, რომელი სვლა არის ყველაზე სახარბიო. დავუშვათ. ანუ ერთ-ერთი მოდელს ვარგებთ, შეგვიძლია მოვარგოთ როგორც სურათის ამოცნობის ამოცანას, ასევე ამ შემთხვევაში GOS თამაშის მოდელირებას. ზუსტად ეს მოქნილობა ნეირონულ ქსელებს აძლევს ძალიან დიდ პოტენციალს.
მაგიტომაც არის, რომ აი მაგალითად თვითმართვად მანქანებშიც ფართოდ გამოიყენება, ამიტომ არის, რომ მეორე მხარეს თითქოს რა კავშირი აქვს ChatGPT-ის და ტექსტის გენერაციას ამ ყველაფერთან, მაგრამ მანდ შეგვიძლია ნეირონული ქსელები მოვარგოთ. მაგალითად მანქანის მართვის ამოცანაში ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ კამერა, რომლითაც მანქანა აკვირდება გზას, ეს არის შევამავალი სურათები მოდელში და გამომავალი მოქმედებები იქნება უკვე თვითონ ქმედება. პედალზე დაჭერა, რულის საჭის მოტრიალება, თუ ნებისმიერი სხვა რაც მანქანაში შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ შევამავალი მოანცემის მიხედვით რა მოქმედება იქნება ყველაზე სწორი. აქაც როგორც ჩვენ წინა მაგალითებში გვჭირდება დასასწავლი მონაცემები, ანუ ისტორია სხვადასხვა ასეთ საგზაო გადაღებული კადრის და რა მოქმედება იყოს სწორი მაგ შემთხვევაში. მაგის მიხედვით ჩვენ უკვე წვრთნისას ვასწორებთ ქსელის წონებს, რომ მოვარგოთ ამ ფუნქციის აპროქსიმაციას. ანუ აქამდე შეგვეძლო როგორც კლასიფიკაცია გადაგვიჭრიდა ამოცანას რა ციფრი არის დაწერილი სურათზე, ეს შეიძლებოდა შემდეგ ვიხილეთ, შეიძლება ყოფილიყო გოს შემდეგი თამაში რა იქნება ლოგიკური და ამ შემთხვევაში მანქანის რომელიც შემდეგი მოქმედება იქნება ყველაზე ლოგიკური. ანუ ხო ხედავთ რა ხელა დომეინს შეგვიძლია მოვარგოთ, ფაქტობრივად ერთი და იგივე იდეა, რა თქმა უნდა სხვადასხვა ქსელები არქიტექტურულად განსხვავდებიან, იმის მიხედვით რამდენი შრე აქვთ, როგორ არიან დასწავლილები. მაგრამ არქიტექტურულად და ესეთ მათემატიკური მოდელით ისინი ზუსტად ერთი და იგივე ცდილობენ ფუნქციის მოძებნას გარემოს შევამავალი მონაცემებიდან, როგორ გადავიდეთ კლასიფიკაციაში ან ქმედების კლასიფიკაციაში. როგორც ხედავთ, ეს არქიტექტურა საკმაოდ მოქნილია, თუმცა აქამდე ჩვენ განვიხილეთ შრეები, რომლებიც მთლიანად დაკავშირებული არის ერთმანეთთან. ასეთ შრეებს ქვია feed forward network, ანუ ერთი მიმართულებით ხდება მონაცემის გავრცელება. ყველა ნეირონი სხვასთან არის დაკავშირებული რაღაც წონის პარამეტრით. თუმცა ეს არ არის აუცილებელი. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა არქიტექტურის შრე გქონდეს შუაში. ასეთი მაგალითი არის მაგალითად კონვოლუციის ან convolution layer ან pooling layer, რაც იდეაში ისევ და ისევ ნეირონული ქსელი არის, ოღონდ ოდნავ განსხვავებული მათემატიკური ამოცანით. აი მაგალითად ახლა ვეცდები კონვოლუციის და pooling layer-ის ახსნას, რაც ფართოდ გამოიყენება ვიზუალურ სურათის დამუშავების და კლასიფიკაციის მოდელებში. აი დავუშვათ, გვაქვს ასეთი შევამავალი მონაცემი, ეს არის მარტივი სურათი 3-3-ზე, სადაც გვიწერია x-ი, დავუშვათ, სიმბოლო. შესაბამისად პიქსელების მნიშვნელობა შეგვიძლია ნორმალიზება გავუკეთოთ, წარმოვაჩინოთ ის 1-დან -1-დან 1-მდე მნიშვნელობებით. და კონვოლუციის ფენა ამ შემთხვევაში და კონვოლუცია როგორც მათემატიკური ოპერაცია გულისხმობს რას? რომ ჩვენ გაგვაჩნია უფრო დაბალი განზომილების ფილტრი, კერნელი, ასევე ეწოდება, რომელიც შეგვიძლია გადავატაროთ შევამავალ მონაცემების მატრიცას. აი დავუშვათ, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კერნელი 2-2-ზე. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია გადავატაროთ ჩვენ შევამავალ მონაცემებს თითოეულ შრეზე, ანუ მაგალითად ზედა მარცხენა, ზედა მარჯვენა, ქვედა მარცხენა, ქვედა მარჯვენა, ასე შემდეგ. გადავატაროთ და ავჯამოთ თითოეული მნიშვნელობის გადამრავლებული ჯამი. კონვოლუცია ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ორი მატრიცის ერთმანეთზე ასეთ კონვოლუციური ოპერაცია. რაც გულისხმობს რას? აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია თუ ხედავთ, აქ თავარ დიაგონალზე გვაქვს პლუსები, არა მთავარ დიაგონალზე გვაქვს მინუსები. ანუ ეს შრე, ანუ ეს კერნელი თითოეულ 2-2-ზე სექციას უსვამს შეკითხვას. გაქვს თუ არა დიაგონალი. ამ შემთხვევაში პირველი იტყვის, რომ კი,
მეორე იტყვის რომ არა, იმიტომ რომ თავარ დიაგონალზე არ აქვს ასეთი. ანუ იდეაში ასეთი დიაგონალის მომძებნი მარტივი კერნელი გვაქვს დაუშვა. X-ზე თუ გადავატარეთ, მივიღეთ რომ ასე ვთქვათ, სწორი პასუხი, ან პოზიტიური პასუხი მოგვცა ზედა მარცხენა კუთხემ, ქვედა მარჯვენა კუთხემ, ხოლო კერნელით სადაც რომელიც უკვე არამთავარ დიაგონალს უყურებს, აქ დადებითი პასუხი მოგვცა ზედა მარჯვენა კუთხემ და ქვედა მარცხენა კუთხემ. ეს ყველაფერი საერთოდ არ არის ზეპირად ვიცოდეთ, ერთ-ერთი რის გამოტანაც არის აქ მნიშვნელოვანი, თითოეული კერნელი პასუხობს, ანუ ფილტრავს მონაცემს. არის თუ არა აქ ასეთი ფორმა თუ სხვაგვარი. რა ფორმის კერნელები გვექნება, ეს საბედნიეროდ ასევე არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, ესეც დასწავლის ნაწილი ხდება. ანუ იტერაციულად ცდილობს იპოვოს ქსელი ისეთი კერნელები, რომლებიც მაქსიმალურად კარგად აღწერს ჩვენ მონაცემებს. რო წარმოვიდგინოთ ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მარტივი X-ის მოძებნის ალგორითმი და საბოლოოდ ჩვენი იმედი გვაქვს რომ X-ის კლასი ექნება ყველაზე მაღალი მნიშვნელობა და ჩვენი ქსელი ასე ვთქვათ სწორად გვეტყვის რომ ამ სურათზე X-ია გამოხატული და არა მაგალითად ან 0 ან უბრალოდ სლეში ან ბექსლეში ორ შემთხვევაში ასეთი ლეიერი გვაძლევს საშუალებას რომ უკვე უფრო რთულ შეკითხვას უპასუხოთ სურათზე. გვაქვს თუ არა ასეთი პატერნი ამ სურათში და სად? Pooling layer-ი ამ შემთხვევაში შვება მხოლოდ იმას, რომ ფილტრავს. ანუ საკმარისად დადებით მონაცემებს ისტოვებს, მონაცემებს, რომლებიც არ შეესაბამებიან რაღაც მნიშვნელობას, ფილტრავს. ანუ ასე ვთქვათ, ხმაურს აშორებს ჩვენი ლეიერიდან. ეს ამარტივებს იმას, რომ ხმაურიანი შემომავალი მონაცემი ჩვენ შეგვიძლია უფრო დავშალოთ, ასე ვთქვათ, მარტივ ფიჩერებად. აი მაგალითად შეგვიძლია გადმიხილოთ სახის ამომცნობ ნეირონულ ქსელთან თუ გვაქვს შეხება. დავუშვათ გვაქვს ნეირონული ქსელი, რომელიც შემომავალ სურათზე გვეუბნება გვაქვს თუ არა ადამიანის სახე ფოტოზე მოცემული. როდესაც ჩვენ დავწვდით ასეთ მოდელს და თუ ჩავიხედებით მის წონებში, ჩახედვა რას გულისხმობს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს წონები, რაც თითოეულ შრეზე გაგვაჩნია, გრაფიკულად წარმოვადგინოთ. დავინახავთ, რომ რაც უფრო ღრმად შევდივართ შრეებში, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა 1 2 3 არის, მაგრამ რეალურად ეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო მეტი და ღრმა არქიტექტურები. დავინახავთ, რომ პირველ შრეებზე, ასე ვთქვათ, უფრო მარტივ ობიექტებს ეძებს სურათში, რაც უფრო წინ მივიწევთ, კომპონენტები უფრო ადამიანის მაგვარ მნიშვნელობებს იღებენ, მაგალითად ეს შეიძლება უკვე იყოს ცხვირი, პური, თვალი, წარბი, ასე შემდეგ და შემდეგ ლეიერზე უკვე არის ასეთ განზოგადებებული სახის მაჩვენებელი. ანუ ჩვენ ნაბიჯ უფრო კომპლექსური ფიჩერების კრებულს ვსწავლობთ. და საბოლოოდ უკვე იმედია ჩვენი შემდეგი უკვე მომდევნო ლეიერები შეძლებენ თქვან, რომ ეს ამოცნობილი ობიექტი რამდენად შეესაბამება სახეს თუ არა. ეს აძლევს საშუალებას, რომ არის კონვოლუციას გახდეს აი პატერნების მომძებნი, ასე ვთქვათ. რა პატერნების, ესეც უკვე დასწავლის ნაწილი არის. ჩვენ ვცდილობთ, უბრალოდ დასწავლის ალგორითმი ვცდილობს ესეთი ოპტიმალური მნიშვნელობების მოძებნას. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია წინასწარ გვეთქვა, რომ იცი ადამიანს ახასიათებს ორი თვალი, ერთი ცხვირი, პირი და აუხსნათ რა არის ადამიანის სახე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერ ერთი ჩვენ ამას ზუსტად ვერ შევძლებთ, უფრო შრომატევადიც არის. და საბოლოო შედეგი ასე თუ ისე ლიმიტირებულია იმით, თუ რამდენად კარგად გვესმის სახე ჩვენ. და ასეთი მათემატიკური მოდელით ჩვენ შეგვიძლია ეს ამოცანა გადავაბაროთ უკვე დასწავლის ალგორითმს და თითოეული შრე უკვე შეეცდება თვითონ იპოვოს მომგებიანი ფიჩერები სურათიდან.
ანუ თვითონ მონაცემები გვიკარნახებენ რა არის ოპტიმალური პატერნი, რომელსაც უნდა ვუყურებდეთ და ვითვალისწინებდეთ. ზუსტად ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შეიძლება მოდელი შევქმნათ, აი მაგალითად შევქმნათ დიდი ენობრივი მოდელი, იყოს ChatGPT და ისეთი პასუხი მოგცეს, რომ არც ჩვენ ვიცოდეთ და არც ახსნა გქონდეს. ანუ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვინმეს რამეს ვასწავლეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მონაცემებიდან მოდელირებით ვიღებთ ინფორმაციას და ცოდნას. ამიტომ მოდელის ინტერპრეტაცია თუ რატო იქცევა ასე, რატო იქცევა სხვაგვარად, საკმაოდ რთული და ასეთი ცალკე მდგომი ამოცანა არის. ვიზუალურ შემთხვევაში კი, ახლა სახის მარტივ შემთხვევაში მართლა შეგვიძლია ამოვიღოთ თითოეული შიდა შრის წონები და მოლოდინის მიხედვით მივხვდეთ, რომ მართლა ძალიან თვალს ეძებს, წვირს ეძებს და შემდეგ ადგენს ესეთ სახის კომბინაციას საბოლოოდ. მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე მარტივი არ არის მოდელის ინტერპრეტაცია, რატომ მოგცა ესა თუ ის პასუხი. ეს ცალკე კვლევის საკითხი არის, როგორ შექმნათ ინტერპრეტირებადი მოდელები. სამწუხაროდ, რაც უფრო რთულია მოდელი, რაც უფრო სიღრმისეულია, რაც უფრო მეტი შრე გვაქვს, მით უფრო რთული ხდება ამ ინტერპრეტაციის გაკეთება. ინტუიციურად, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, საიდან მოდის მონაცემები, შეიძლება როგორი ცდომილება მოყვეს ამ ყველაფერს. დარწმუნებული წაგიკითხავთ იგივე დიდ ენობრივ მოდელებს, ბევრი რამე შეიძლება შეეშალოთ. ყოველ შემთხვევაში ინტუიციურ დონეზე მაინც უნდა გვესმოდეს, რატო შეიძლება ასეთი შეცდომები მოხდეს. მე რამდენიმე დამატებითი მასალის ლინკიც ჩავაგდე, სადაც შეგიძლიათ ეს და კიდე სხვა ნეირონული ქსელის არქიტექტურის სასწავლო მასალა ნახოთ. ძალიან გირჩევთ პირველ ლინკს, ეს არის ანდრეი კარპატის YouTube ჩანელი, AI ინჟინრის, რომელიც YouTube-ზე საკმაოდ ხშირად დებს. არ ხშირად არ დებს, იშვიათად, მაგრამ მნიშვნელოვან ვიდეოებს დებს სხვადასხვა კონცეფციის საკმაოდ მარტივად ასახსნელად და გირჩევთ ნახოთ, ჩემი აზრით ძალიან გამოგვადგება. და კარგით, შეგვიძლია პროექტზეც გადავიდეთ, სადაც გავწვრთნით ქსელს ციფრების ამოსაცნობად. პატარა შესვენებას გავაკეთოთ, კითხვარსაც გადავხედოთ და თუ კითხვები გაქვთ თქვენ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა დამისვათ. ამასობაში პროექტზეც გავამზადებ. კარგით, მაშინ შევუდგეთ. იმედია გაქვთ გადმოწერილი ეს პროექტი. თუ არ გაქვთ ჩატში შეგიძლიათ იხილოთ ბრძანებები, რომელთაც შეგიძლიათ გადმოწეროთ. ეს GitHub-ზე publicly available repo-ში დევს და შეგიძლიათ გადმოქაჩოთ და მიყვეთ. თუ არა და შეგიძლიათ უბრალოდ GitHub-ზე შეხვიდეთ. GitHub-იც თვითონ გაჩვენებთ როგორც კოდს, ისე გავამავალ მნიშვნელობებს და გაშვება თუ არა, ნახვა შეგიძლიათ. ესე იგი, ჩვენ დღეს შექმნით PyTorch ბიბლიოთეკის გამოყენებით MNIST-ის, რაც არის ხელნაწერი ციფრების კლასიფიკაციას. ამ პროექტში განვიხილავთ, როგორ შექმნათ და გავწვრთნათ ნეირონული ქსელი. ნახავთ მონაცემების ჩატვირთვის პროცესს, მოდელის არქიტექტურას, გაწვრთნის setup-ს, თვითონ უშუალო გაწვრთნის iterაციებს და შეფასების ნაწილს. შეფასების ნაწილში ძალზედ გამოგვადგება ჩვენი წინა ლექციები. აქაც, როგორც აქამდე ვცდილობდით კლასიფიკაციის ამოცანის შეფასებას, არაფერი იცვლება, მათემატიკაც და ესე შეფასებითი ფუნქციებიც გვრჩება იგივე. უბრალოდ ამ შემთხვევაში მოვარგებთ ნეირონული ქსელის მოდელს.
თვითონ Amnesty არის აბრივიაცია Modified National Institute of Standards and Technology. ეს არის ძალიან კლასიკური დატასეტი, რომელიც წლებია გამოიყენება. ხელნაწერი ციფრები არის და ვცდილობთ ამოვიცნოთ ეს ციფრები 0-დან 9-მდე, რომელს შეესაბამება. გვაქვს 60,000 ხელნაწერი ციფრი training set-ში, 10,000 სატესტო set-ში. თითოეული სურათი არის 28-ზე პიქსელი, შავ-თეთრი ამ შემთხვევაში. და თითოეული პიქსელის მნიშვნელობა ვარირებს 0-დან 255-მდე. ახლა ვნახავთ, როგორ გამოიყურება ეს თითოეული ხელნაწერი ციფრი და როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ neuronal ქსელს, როგორც შეომავალი ინფორმაცია. Torch და Torch Vision ბიბლიოთეკები დაგჭირდება. რომელიც შეგიძლიათ ამ ბრძანებით დაინსტალიროთ. პირველ რიგში ვაიმპორტებთ ჩვენთვის საჭირო ყველა მოდულს. აქ შევხვდებით როგორც ჩვენ ნაცნობ scikit-learn მეტრიკებს, რომლებსაც აქამდე ვიყენებდით. ისე ახალ Torch-ის ბიბლიოთეკებს, რომლებსაც დღეს განვიხილავთ. რამდენიმე პარამეტრი, რომელიც შეგვიძლია წინასწარ დავაყენოთ, ეს არის random CD, როგორც გახსოვთ, ნებისმიერი ოპერაცია, სადაც შემთხვევითობა ფიგურირებს. ეს რა თქმა უნდა არის ფსევდო შემთხვევითობა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ჩავაწოდოთ რაღაც პირვანდელი მნიშვნელობა, რაც დაგვეხმარება ჩვენი ექსპერიმენტის თავიდან ჩატარებაში, ანუ reproducibility-ში. ჩვენ ეს კოდი რო გავუშვათ ბევრჯერ, შემთხვევითობა იქნება დაფიქსირებული და ყოველ ჯერზე მოიქცევა იგივენაირად. შეგვიძლია ასევე გამოვიძახოთ Torch CUDA is available, რომელიც ნახულობს არის თუ არა თქვენ ლეპტოპზე ან სერვერზე, სადაც უშვებთ GPU ხელმისაწვდომი. თუ არის device-ი იქნება CUDA, თუ არ არის გადავდივართ CPU-ზე, ანუ რომელი გამოიყენოს. PyTorch გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ასე მარტივი ინტერფეისი გქონდეს, შეუძლია მოდელის გაწვრთნა ერთზეც და მეორეზეც, იმის დამიხედვით, რომელი არის ხელმისაწვდომი. კოდი საერთოდ არ გვეცვლება, რა თქმა უნდა, გვეცვლება წარმატება. ყველა ეს მატრიცული ოპერაცია, თუ ეს backpropagation ალგორითმი, ანუ შესაბამების უკვე გავრცელების ალგორითმი, საბედნიეროდ არის მარტივად პარალელიზებადი ალგორითმი. ნახეთ, რომ ნეირონული ქსელი შეიძლება შედგებოდეს ბევრი, ასე ვთქვათ, მარტივი კომპონენტისგან და თითოეული ეს ამოცანა შეგვიძლია დავყოთ პარალელურ ოპერაციებად. და მაგიტო არის, რომ GPU ხშირად ძალიან პრაქტიკულია ასეთი ამოცანებისთვის. მარტივად შეგვიძლია გავაპარალელოთ ესეთი ქმედებები და CPU ნაკლებად bottleneck იქნება, ანუ ასე ვთქვათ, შემანელებელი ჩვენი წვრთნის. ამ შემთხვევაში CPU-ზე გავწვრთნით, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მონაცემები და არქიტექტურაც საკმაოდ მცირე არის. პირველ რიგში ჩვენ უნდა განმოვტვირთოთ მონაცემები და გავაკეთოთ მნიშვნელობების ნორმალიზაცია. ნორმალიზაცია გულისხმობს რას? რომ ჩვენ აქამდე თითოეული პიქსელი თუ ქონდა მაგალითად 0-დან 255-მდე, სადაც 0 შეესაბამება შავს 255 თეთრს და შუაში მაჩვენებლები, შეგვიძლია გადავყენოთ 0-1 სივრცეში. ეს გვაძლევს იმას, რომ ეს გრადიენტი, ან ყველა ეს მნიშვნელობა, რასაც ვითვლით ალგორითმის backpropagation ალგორითმისთვის, უფრო მოსალოდნელად იქცევიან. რაც გულისხმობს რას? ჩვენ თავისუფლად შეიძლება მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ წარმოებულის მნიშვნელობა იყოს ძალიან დიდი, ან ძალიან მცირე. აი მაგალითად, თიდან ჩამოსვლის მაგალითზე შეიძლება რაღაც რეგიონი იყოს ზედმეტად ციცაბო, ან ზედმეტად ბრტყელი.
მაგ შემთხვევაში ჩვენი გადადგმული ნაბიჯები იმდენად ეფექტური აღარ იქნება. ნორმალიზაციის მიზანი არის, რომ აი ესეთი ექსტრემალური გრადიენტები შეარბილოს და ამოცანა უფრო სტაბილურად მოიქცეს, რომ ჩვენი აი ესეთი ნაბიჯ უკეთესი პარამეტრების ძებნა იყოს ეფექტური. ჩვენ ასევე შევამავალ მნიშვნელობებს გადავიყვანთ ტენზორის ფორმატში. ტენზორი სხვა არაფერია თუ უბრალოდ მაღალგაზომილებიანი მატრიცა თუ გვაქვს n-ი n-ზე, ტენზორი შეიძლება იყოს ნებისმიერი განზომილების n-ი, კიდე ერთი n-ი და არაერთი კიდე n. ანუ იდეაში n განზომილებიანი მატრიცის ტიპი არის ტენზორი, რაც ფიზიკაშიც და ბევრ, ასე ვთქვათ, მათემატიკურ დომენშიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება ეს ტერმინი. შევქმნით data loaders, რომელიც იზამს იმას, რომ ამ მონაცემებს ჩატვირთავს, ტრანსფორმაციას გაუკეთებს, ნორმალიზებას, ტენზორში გადაყვანას. და მოგცემს საშუალებას, რომ პირდაპირ ჩავაწოდოთ, ანუ შევამზადებთ მონაცემებს ნეირონული ქსელებისთვის გადასაცემად. როგორც ვთქვით, რატო ვაკეთებთ ნორმალიზაციას? ეს არის იმისთვის, რომ gradient explosion and vanishing შევამციროთ ალბათობა. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობები არ მივიღოთ გრადიენტში და შევძლოთ სტაბილური გაუმჯობესების შენარჩუნება. თავი ავარიდოთ slow convergence. Slow convergence გულისხმობს, რომ თითოეულ იტერაციაზე ვიღებთ მცირე გაუმჯობესებას. ისევ მთის მაგალითს რო დავუბრუნდეთ, შეიძლება რაღაც რეგიონი გქონდეს, რომელიც ძალიან ახლოს არის ბრტყელთან და ამიტომ ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, რომ დაბლა ჩავიდეთ. ასე გადატანითი მნიშვნელობით რო ვთქვათ, convergence ამ შემთხვევაში იქნება, რომ თითოეული ჩვენი დასწავლის ბიჯი დარჩეს ეფექტური. ამისთვის ყოველი ბეჭისთვის, ან მონაცემის ყოველი ნაწილისთვის შეგვიძლია ნორმალიზაცია გავაკეთოთ, ან მონაცემები წრფივად გარდაქმნათ, რომ შევინარჩუნოთ დასწავლის ეფექტურობა. და ასევე poor generalization, ანუ ეს თუ ამ ნაბიჯს თუ გადავახტებით, შეიძლება მივიღოთ, რომ დასასწავლ მონაცემებზე მოდელი კარგად იქცევა, მაგრამ როგორც კი ვცდილობთ მის გამოყენებას დასასწავლი მონაცემების გარეთ, მისი წარმატება კლებულობს. ანუ overfitting ან underfitting პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ. ამ ყველაფრისთვის თავის ასარიდებლად მონაცემებს ჯერ ვამზადებთ. მონაცემების შესამზადებლად ვქნით transform compose objects, რაც გულისხმობს უბრალოდ რა ტრანსფორმაციები უნდა ჩაუტაროთ შევამავალ ინფორმაციას, რომ გავამზადოთ. და მასში ამ შემთხვევაში მდებარეობს ორი ტრანსფორმაცია. ტენზორში გადაყვანა და ნორმალიზაცია. ანუ რა ცენტრზე და რა სტანდარტული გადახრით გავაკეთოთ მონაცემის ნორმალიზება. ანუ გადავიყვანოთ საწყისი მნიშვნელობები, პიქსელის საწყისი მნიშვნელობები 0-1 სიმრავლეში და ვიხილავთ, როგორ გამოიყურება ასეთი შევამავალი მონაცემები. ვქმნით training the test splits, როგორც ჩვენ წინა ლექციებზეც ვიხილეთ. ხდება ეს იმისთვის, რომ შევძლოთ მოდელის ობიექტურად შეფასება და მისი სიზუსტის ობიექტურად განსაზღვრა. თითოეული დატასეტისთვის ვუთითებთ, რომელ ფოლდერში ჩაგვიწეროს, ეს დასასწავლი მონაცემია თუ არა, ამ შემთხვევაში გადმოვიწეროთ და ტრანსფორმაციაც ჩაუტაროთ თუ არა და შეგვიძლია ჩვენი ტრანსფორმაციის ობიექტი გადავცეთ და ყველა ამ ობიექტს ამ ტრანსფორმაციას მოარგებს. ჯამში ეს 6.4 წელს თუნდა შევძლოთ უბრალოდ გაშვება. ეს ბრძანება რომ გავუშვათ, ახალ ფოლდერს შექმნის, რაც არის data, სადაც ამ შემთხვევაში ახლა დაკომპრესირებული სურათებია, მაგ სურათებს გადმოწერს, რომ შევძლოთ მათზე გაწვრთნა. ამ სურათებს ვიხილავთ, როგორ გამოიყურებიან. როგორც ხედავთ, 60,000 სურათი გვაქვს
დასასწავლ სიმრავლეში, 10,000 სატესტოში. ტენზორის განზომილება არის 1:28-ზე 28. Number of classes 10. ანუ 10 სხვადასხვა კლასი გვაქვს. შესაბამისად 0-დან 9-მდე ციფრები. შემდეგ ვქნით data loader class, სადაც ვუთითებთ batch size. Batch size ამ შემთხვევაში გულისხმობს მონაცემი რა ნაწილებად დავჭრათ, დავაფუძმაცოთ და რა აი ამ ნაჭრებით მივაწოდოთ მოდელს გასაცვლელად. Batch size-ის განსაზღვრას ჩვენ შევხედავთ რაზე არის დამოკიდებული. ხშირად დადის იმაზე რა ზომის რამი გვაქვს, იქნება GPU-ში თუ CPU-ში. ანუ ეს მნიშვნელობა დიდი შევარჩიოთ თუ მცირე. ორივეს აქვს თავის პლუსი და მინუსი. მცირე batch size-ის შემთხვევაში ჩვენი დასწავლის ფუნქცია შეიძლება იყოს საკმაოდ უხეში. ისევ და ისევ მთის მაგალითს რო დავუბრუნდეთ, ჩვენი ზედაპირი არის თუ არა გლუვი, თუ არის თუ არა უხეში. საკმაოდ უხეშ ზედაპირზე შეიძლება რთული იყოს მოძებნა, სად არის ასე ვთქვათ დაღმართი თუ აღმართი, როგორ გავაკვლიოთ გზა ოპტიმალური პარამეტრებისკენ. რაც უფრო დიდ batch size გამოვიყენებთ, ფუნქცია შესაბამისად უფრო გლუვი ხდება და გრადიენტის გამოთვლაც უფრო სტაბილურია. თუმცა მინუსი ის არის, რომ უფრო დიდი batch size გულისხმობს, რომ უფრო დიდ მონაცემებთან გვაქვს თითო იტერაციაზე საქმე. ანუ რამდენად მოგწევს GPU-ს ან CPU-ს მეხსიერება ასეთი batch size-ის დამუშავების. ამ შემთხვევაში შეგვიძლია 64 გამოვიყენოთ, shuffle, ანუ ავჩეხოთ მონაცემები თუ არა და რამდენი პარალელური პროცესი გამოვიყენოთ. ეს რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ, შეგვიძლია გავაკეთოთ CPU logical core-ების რაოდენობის ტოლი, შეგვიძლია GPU-ების რაოდენობის ტოლი გავხადოთ. ყოველ შემთხვევაში გააჩნია თქვენ hardware setups, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს გავუშვათ. და ვხედავთ, რომ 938 სასწავლო ბეჩი გვაქვს გამზადებული და 157 სატესტო ბეჩი. ანუ ჩვენი მონაცემების რაოდენობა გაყოფილი 64-ზე. ჩვენ შეგვიძლია ეს რამოდენიმე სურათის ვიზუალიზაცია გავაკეთოთ. უბრალოდ ავიღოთ რამდენიმე მაგალითი მონაცემი და მათი სწორი კლასი და შეგვიძლია ვიხილოთ, რომ გვაქვს ასეთი 28-28-ზე ხელნაწერი ციფრები. მაგალითად პირველი არის ერთიანი, რომელიც სადავოა, ერთიანია თუ არა, გვაქვს ორიანი, 8-იანი, 5-იანი. როგორც ხედავთ, ერთმანეთს არ გვანან, ზოგ შემთხვევაში გვაქვს რაღაც ხმაურიც, აი მაგალითად 6-яნის შემთხვევაში რაღაც წერტილიც გვაქვს და ზოგ შემთხვევაში საერთოდ შეიძლება არ გავდეს იმ ციფრს, რომელიც არის, რომელ კლასსაც ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ხელწერა ყველა სხვადასხვანაირი აქვს. ზუსტად აი ამ ვარიაციულობის უგუნებელყოფას გვაძლევს იმედია ნეირონული ქსელი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მონაცემი ზუსტად და მკაფიოდ არ შეესაბამებოდეს კლასს, იმედია მაინც შევძლებთ რაღაც ალბათობით მისი კლასისადმი მიწერას. ანუ მაგალითად თუ ჩვენ შემოგვივა ახალი მონაცემი, ეს იქნება ხელნაწერი ციფრი, ლეიბლი მაგ შემთხვევაში აღარ გვექნება და ჩვენმა მოდელმა უნდა ალბათობა გვითხრას, თუ რომელ კლასს შეესაბამება. ნეირონულ ქსელების შემთხვევაში ეს იქნება 10 ალბათობა, რახან ჩვენი კლასების სიმრავლე 10-ისგან შედგება და თითოეულ მნიშვნელობაში გვექნება ალბათობა 0-დან 1-მდე. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ მაქსიმალური მნიშვნელობა, ნახოთ რამდენად ასწრებს სხვებს, ანუ რამდენად თავდაჯერებულია მოდელი მიღებულ კლასში და რომელ ინდექსს შეესაბამება. ანუ მაგალითად თუ მეხუთე ინდექსში გვაქვს ყველაზე მაღალი ალბათობა, ესე იგი მოდელი გვეუბნება, რომ ციფრი 5-იანი გვაქვს შევამოვალ მონაცემად.
მაგას ყველაფერს ვიხილავთ. შემდეგ ვქნით დასწავლის ალგორითმს. დასწავლის ალგორითმში ვუთითებთ ჰიპერპარამეტრებს. როგორც აქამდე ლოჯისტიკურ რეგრესიაში ვუთითებდით თუ გახსოვთ, რომელი ოპტიმიზაციის ალგორითმი გამოიყენოს, ან რა პარამეტრების ოპტიმიზაცია გამოიყენოს, აქაც გვაქვს ჰიპერპარამეტრები, უკვე დამახასიათებელი ნეირონული ქსელებისთვის. ერთ-ერთი არის learning rate, ანუ რამდენად დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ყოველ იტერაციაზე. თუ ზემედად დიდი ნაბიჯი გადავდგით, შეიძლება სწორ მნიშვნელობას საერთოდ გადავახტეთ. თუ ზემედად პატარა ნაბიჯები გადავდგით, შეიძლება დასწავლა საკმაოდ ჩენელდეს. არსებობს ასევე მიდგომები, სადაც adaptive learning rates ვიყენებთ. ანუ ეს learning rate არის ცვლადი, თავიდან შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობით დაიწყოს და შემდეგ შემცირდეს. ანუ რამდენად დიდი ნაბიჯებით ჩამოდივართ მთიდან. batch size-ი, რომელიც უკვე ვახსენე, უფრო დიდი batch-ის ზომა უფრო სტაბილურ გრადიენტს გვაძლევს, მაგრამ ასევე მეტ მეხსიერებასაც მოითხოვს. უფრო პატარა batch-ის ზომები უფრო ხშირ განახლებას მოგცემს და უფრო პატარ-პატარა გაუმჯობესებებს, მაგრამ გრადიენტიც უფრო ხმაურიანი იქნება და შეიძლება მოდელი არასტაბილურად მოიქცეს. არასტაბილური მოქცევა რას ნიშნავს, რომ მიღებული სიზუსტე არ შეესაბამებოდეს მოლოდინს. შეიძლება გავუშვათ მოდელის დასწავლა და მივიღოთ მაგალითად რაღაც 60%-ის სიზუსტე, რომელსაც არც ველოდით და ვერ ვწვდებით საიდან აღმოჩნდა ეს, როდესაც მაგალითად მოლოდინი შეიძლება იყოს 97-98%. თავისუფლად შეიძლება იყოს არასტაბილური გრადიენტის გამო. იმის გამო, რომ ჩვენ თითოეულ ეს მატრიცის ობიექტს წარმოადგენთ როგორც floating numbers, ანუ ათწილად რიცხვს, მოგეხსენებათ, რომ ეს ათწილადი რიცხვი შეიძლება იყოს 64 ბიტიანი, 32 ბიტიანი, 16-იანი და ასე შემდეგ. ანუ რამდენად დიდი რეზოლუციის რიცხვებთან გვაქვს საქმე. 64 ბიტით მონაცემების წარმოდგენა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სიზუსტეს გვაძლევს, თუმცა მეორეს მხრივ პროპორციულად გვიზრდის მეხსიერებაზე მოთხოვნას. ამიტომ შევხვდებით, რომ ხშირად დიდ მოდელებს აოპტიმიზირებენ იმით, რომ ამცირებენ მათი floating number ბიტების რაოდენობას. მაგალითად 16 ბიტიან floating numbers იყენებენ. კი, ამით რეზოლუციას კარგავთ, თუმცა თუ ნორმალიზება ადგილზე გვაქვს, გრადიენტი მაინც სტაბილურად მოიქცევა და მეხსიერებაზე მოთხოვნას შევამცირებთ. ხშირად ამას ქვია ერთ-ერთი მეთოდი არის model distillation ქვია, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ვამცირებთ მოდელის მეხსიერებაზე მოთხოვნებს და ვხვდით შესაძლებლობას, რომ ამ მოდელმა იქნება ეს ტელეფონზე, იქნება ეს ჩვეულებრივ ლეპტოპზეც იმუშაოს, ისე რომ პერფორმანსი მინიმალურად დაზიანდეს. ანუ არის მეთოდები, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოდელის დისტილაცია გავაკეთოთ, შევამციროთ როგორც floating number გარჩევადობა, ისე ხშირად აკეთებენ, რომ რამდენიმე შიდა შრეს ამოიღებენ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში არის მეთოდები, რომელთაც შეგვიძლია დიდი მოდელები გავუშვათ უფრო სუსტ და პატარა ჰარდვერზეც. ეს რა თქმა უნდა კიდე ცალკე განხილვის თემა არის. კიდე უთითებთ epochs, ანუ რამდენი იტერაციის ნაბიჯი გავაკეთოთ. თუ ზედმეტად ცოტა გავაკეთეთ, შეიძლება underfitting-ი მოხდეს. თუ ზედმეტად მეტი, შეიძლება overfitting-ი მოხდეს. ეს თუ გახსოვთ წინა ლექციებიდან, underfitting-ი არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენი სიზუსტე დაბალია როგორც დასასწავლ სიმრავლეზე, ასევე სატესტო სიმრავლეზე. და overfitting-ი, როდესაც ჩვენი სიზუსტე კარგი არის საწვრთნელ სიმრავლეზე, მაგრამ ჩამორჩება სატესტო სიმრავლეზე. ეს ხშირად მიუთითებს overfitting-ს, ანუ რაღაც აქაც როგორც ხედავთ, რაღაც ოპტიმალურ მნიშვნელობას ვეძებთ. და hidden units, ანუ რამდენი ნეირონი გვექნება შიდა შრეებში. ზედმეტად ბევრი ნეირონების
გამოყენებაც არქიტექტურაში შეიძლება იყოს წამგებიანი და overfitting-ის რისკი გქონდეს. ზედმეტად მცირე რაოდენობის ნეირონების გამოყენება შეიძლება რისკი იყოს underfitting-ის. ანუ შეიძლება ვერ მივიღოთ სათანადო სიზუსტე. აქაც როგორც ხედავთ, ოპტიმიზაციის ამოცანა არის თუ რომელ პარამეტრებს ავარჩევთ. საბედნიეროდ, ისევე როგორც ჩვენ წინა ლექციაზე განვიხილავთ, ავტომატური მეთოდებიც არსებობს. ანუ ჩვენ შეგვიძლია iterაციულად სხვადასხვა პარამეტრები მოვსინჯოთ და ოპტიმალური შევარჩიოთ. მის გარეშე შეგვიძლია უბრალოდ ევრისტიკულად მივუდგეთ, ანუ რაც აქამდე კარგად უმუშავია ასეთ მონაცემებზე, მაგ მნიშვნელობებით დავიწყოთ. შესაბამისად, learning rate, batch size, epochs, hidden size, number of classes და input size. რაც ჩვენ შემთხვევაში არის 28-28-ზე, ანუ 784 პიქსელი. ესეთი მნიშვნელობები შეგვიძლია შემოვიტანოთ. შემდეგ შეგვიძლია აღწეროთ თვითონ ნეირონული ქსელების ობიექტი, კლასი და ობიექტი. შევქმნათ შემდეგი სახის ქსელი 784 შემომავალი ნეირონი. ეს ნაკარნახებია, რომ 28 განროებული 28-ზე არის 784, ანუ თითოეულ პიქსელს შეესაბამება თითო ნეირონი. Hidden layer 1 128 ნეირონისგან შემდგარი და ReLU, ანუ Rectified Linear Unit აქტივაციის ფუნქციით. და hidden layer 2, ანუ როგორც ხედავთ, ორ შიდაშრიანი ქსელი გვექნება. ამ შემთხვევაში მეორე შერეზე გვექნება 64 ნეირონი, ასევე Rectified Linear Unit აქტივაციის ფუნქციით. და output layer-ი 10. 10 ამ შემთხვევაში ნაგარნახებია იმით, თუ რამდენი შესაძლო კლასი გვაქვს დასაჯგუფებელი. 0-დან 9-მდე 10 ნეირონი. Rectified Linear Unit აქტივაციის ფუნქციას ვირჩევთ, იმიტომ რომ გვეხმარება გრადიენტის სტაბილურ ქცევაში, როგორც ვიხილეთ, რამდენიმე აქტივაციის ფუნქცია არსებობს და Rectified Linear Unit ხშირად გამოიყენება, რადგან შედარებით მარტივი ფუნქცია, მარტივად იწარმოება და სტაბილურად იქცევა. ასევე ტერმინი dropout, რაც გვეხმარება overfitting-ისგან თავის ასარიდებლად. Dropout-ი გულისხმობს იმას, რომ წვრთნის დროს ნეირონები, რომლებიც არ აქტიურობენ, ან ყოველ შემთხვევაში დიდი წვლილი არ შეაქვთ შეცდომის შემცირებაში, იმათ უბრალოდ ვანულებთ. ეს გვიმცირებს როგორც ალბათობას იმისა, რომ ზედმეტად კომპლექსური მოდელი შევქმნათ, ასევე ალბათობას იმისა, რომ ზედმეტად დიდი წონები გამოიყენოს ამა თუ იმ ნეირონმა. დიდი წონები იმით არის სარისკო, რომ უფრო არასტაბილური ხდება წარმოებულის გამოთვლა და overfitting-ის რისკი ჩნდება. შესაბამისად, ჩვენი სიზუსტე სატესტო მონაცემებზე შეიძლება დავარდეს. ამიტომ dropout-ს ვიყენებთ, ასე ვთქვათ, მოდელის მოსათვინიერებლად, რომ ზედმეტად კომპლექსური მოდელი არ მივიღოთ. და softmax output layer. Softmax-ი არის ფუნქცია, რომელიც ხშირად გამოიყენება საბოლოო გამომავალ შრეზე, რადგან ის რიცხვით მნიშვნელობებს ნორმალიზებას უკეთებს. ანუ ალბათობებს ისე დაგვილაგებს, რომ მათი ჯამი შეესაბამებოდეს 1-ს და საუკეთესო, ანუ ყველაზე მაღალ ალბათობიანი კლასი ასევე დარჩეს ყველაზე მაღალ ალბათობიანი. ანუ ალბათობების ნორმალიზაციას გვიკეთებს. შესაბამისად, გამოსავალზე მივიღებთ ისეთ 0-დან 1-მდე მაჩვენებლებს, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მოდელის შედეგს და ჯამში 1-საც გვაძლევს. ეს გვეხმარება იმაში, რომ დავთვალოთ, რამდენად, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულია მოდელი ამა თუ იმ შედეგში. ამ ყველაფრის ასახსნელად იმპლემენტაციისთვის გვქნით ჩვენ კლასს, რომელიც inheritance-ით იყენებს Torch-ის NN module კლასს.
და რომელშიც უნდა აღწეროთ init, ანუ კონსტრუქტორი და forward ფუნქცია. init კონსტრუქტორში ჩვენ ვაწვდით ჩვენ მიერ აღწერილ პარამეტრებს, რაც არის input size, hidden size, number of classes. და კონსტრუქტორი შესაბამისად იყენებს torch-ის ფუნქციებს. NN ნიშნავს neural network. რასახის შრე გაგვიკეთოს, მაგალითად წრფივი შრე, თავის batch normalization-ით, ნორმალიზაცია როგორც გითხარით, აკეთებს მონაცემების შეწონვას, რომ გრადიენტი სტაბილურად მოიქცეს. ანუ ქმნით ორ წრფივ შრეს და ერთ გამომავალ შრეს, რომლის ზომაც იქნება number of classes, ანუ 10. ასევე ქმნით dropout რეგულარიზაციის ობიექტს, რაც ამ შემთხვევაში არის 0.2. რაც უფრო დიდ რიცხვს გამოვიყენებთ, მით უფრო მკაცრი რეგულარიზაცია გვექნება. შესაბამისად მიღებული მოდელი გამარტივდება და ასე ვთქვათ, ჩამოვიჩოჩებთ overfitting-იდან ჩამოვალთ იმედია optimal fitting-ამდე. თუ ზედმეტი მოგვივიდა, შეიძლება underfitting სიმრავლეშიც გადავიდეთ. მართალია ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ასე ვთქვათ hard-coded მნიშვნელობას ვაწვდით. მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია იგივე AutoML მიდგომა გამოვიყენოთ, რაც წინა ლექციაზე გამოვიყენეთ, შესაბამისად რამდენიმე მნიშვნელობა ვცადოთ და ოპტიმალურზე შევჯერდეთ. და forward მეთოდი გააჩნია ამ კლასს. forward გულისხმობს ამ Excel-ში მონაცემის წინ გატარებას. ანუ ვაკეთებთ რას? რომ შემომავალი 28 მატრიცა ასე ვთქვათ, ვაბრტყელებთ, გადავყავს ის 794-იან მასივში. ვატარებთ პირველ და მეორე შიდა შრეებში თავის ნორმალიზაციით და rectified linear unit აქტივაციით. ანუ იდეაში ვითვლით Excel-ის ასე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ რა შედეგს ვიღებთ. და საბოლოო გამოსვლის შრე, სადაც აქტივაციის ფუნქცია აღარ გვაქვს, უბრალოდ გვაქვს softmax-ის ფუნქცია, რომელიც როგორც გვახსოვს, შეწონოს აკეთებს და საბოლოო ალბათობებს დაგვიწერს. გვქონით ჩვენი კლასის ობიექტს, სადაც ჩავაწვდით ჩვენ უკვე შეთანხმებულ პარამეტრებს და torch-ის ასეთი თავისებურება არის მოდელის და მონაცემის შეუძლია წინასწარ ჩატვირთოს ჩვენ device-ზე, რაც არის ან CPU, ან GPU. ჩვენ შემთხვევაში ეს არის CPU, ანუ მონაცემებს გაამზადებს, მოდელს და მონაცემებს შეამზადებს CPU-ზე, ანუ ჩაწერს მეხსიერებაში, RAM-ში ჩაგვიწერს და გაამზადებს გასაწვრთნელად. იგივენაირად ეს შეიძლება device იყოს უდრიდეს GPU-ს, მაგ შემთხვევაში GPU-ს მეხსიერებაზე შეამზადებს მოდელს და მეცნიერებას, მოდელს და მონაცემებს. ეს ხდება იმისთვის, რომ უფრო ოპტიმიზირებული იყოს, მონაცემების ტყუილად წაღება-წამოღება არ დაგვჭირდეს და ასე ვთქვათ, წინასწარ ამზადებს აი ამ ჩვენ device-ზე მონაცემებს, რომ ოპტიმალურად შევძლოთ დასწავლის ჩატარება. შეგვიძლია დავბეჭდოთ მოდელის არქიტექტურა და პარამეტრების რაოდენობა. პარამეტრების რაოდენობა ამ შემთხვევაში არის ჩვენი თითოეული შრის გადამრავლების ჯამი. ანუ თითოეულ კავშირზე გვაქვს ერთი წონა, ანუ ერთი პარამეტრი. პლუს ასევე აქტივაციის ფუნქცია და ასევე გამოსავალი შრე. ანუ საბოლოოდ შეგვიძლია დავაჯამოთ, რამდენი პარამეტრის ოპტიმიზება გვიწევს. მაგალითად, გვაქვს შემდეგნაირი Excel-ი, როგორც შევთანხმდით, ორი შიდა ლეიერით, წრფივი softmax გამოსვლის ლეიერით და ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ 109,770 პარამეტრი გვაქვს. ანუ რეალურად ამდენი ამხელა მატრიცა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავასწოროთ, სანამ არ მივიღებთ ჩვენთვის ასურველ ფუნქციას, რომელიც ჩვენ შევამავალ სურათებს 10 კლასად დაგვიყოფს.
ანუ ხო ხვდებით 109,000-იან უცნობიან განტოლებას ხსნით. ეს არც ერთი პირდაპირი მიდგომით არ იქნებოდა შესაძლებელი. ეს წვრთნის იტერაციულობა და წარმოებულის სტაბილური დათვლა გვაძლევს საშუალებას, რომ აი ამ ხელა განზომილებიან სივრცეში ვეცადოთ და ვიპოვოთ ოპტიმალური ამოხსნა ჩვენი განტოლების. ეს არ იქნება იდეალური, 100%-იან ამოხსნას ვერც მივიღებთ, თუნდაც იქნა გამომდინარე, რომ ჩვენი მონაცემები საკმაოდ ხმაურიანია. ზოგი ციფრი შეიძლება ეწეროს, რომ 1-ია და ჩვენც რო შევხედოთ ჩვენი თვალით ვერ მიხვდეთ 1 როგორ არის. ანუ მონაცემებში ხმაურიც უნდა გავითვალისწინოთ. ანუ საკმაოდ არასტაბილურ და კომპლექსურ სივრცეში გვიწევს მოქმედება, მაგრამ საბედნიეროდ აი ეს ყველა წინა ნაბიჯი რაც არის ნორმალიზება, რაც არის აქტივაციის ფუნქციის შერჩევა, რაც არის შრეებში ნეირონების რაოდენობის განსაზღვრა, გვაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად შევძლოთ ამდენ უცნობიანი განტოლება ამოხსნათ და შევქმნათ ჩვენი სასურველი საბოლოო ფუნქცია. ასევე უნდა აღწეროთ loss ფუნქცია, ანუ ჩვენი შეცდომის შემფასებელი ფუნქცია. ვიყენებთ cross entropy-ას, რაც კლასიფიკაციის ამოცანებში თითქმის ყოველთვის პირველი არჩევანი ეს არის. ის იდეაში ითვლის სხვაობას მოდელის შედეგს და სასურველ მნიშვნელობებს შორის. უკვე შეიცავს softmax activation layers, ანუ საბოლოოდ შეადარებს ეს გამომავალი ალბათობები, რამდენად შეესაბამება რეალობას. და არასწორ შედეგებს სჯის, ასე ვთქვათ. ანუ შეცდომის მნიშვნელობა იქნება დიდი, შესაბამისად back propagation-ით, ანუ შეცდომის უკუ გავრცელებით პარამეტრების გასწორებაც მოხდება აი ამ cross entropy ფუნქციის მნიშვნელობაზე დაყრდნობით. ოპტიმაიზერი, ანუ რა სტრატეგიით ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენ მთაზე, ასე ვთქვათ. Adam optimizer-ი იშიფრება როგორც adaptive moment estimation. Adaptive ანუ ადაპტირებას აკეთებს, როგორც ჩვენ აქამდე ვთქვით, learning rate-ი შეიძლება ფიქსირებული იქონდეს, შეიძლება ცვლადი იქონდეს. ანუ შეიძლება რაღაც მომენტებში დიდი ნაბიჯებით ჩავიდეთ მთაზე, შეიძლება რაღაც მომენტებში ნაბიჯის სიგრძე შევამციროთ. ასევე moment, ანუ ჩვენ შეიძლება რაღაც დაბლობს მივაღწიოთ, მაგრამ ჯერ არ ვიყოთ დარწმუნებული ეს ოპტიმალური გადაწყვეტა, ეს ლოკალური მინიმუმი არის თუ გლობალური მინიმუმი. ამისთვის შემოდის მომენტი. მომენტი გულისხმობს, რომ ჩვენ ინერციით კიდე რამდენიმე ნაბიჯს გავაგრძელებთ. იმ იმედით, რომ თუ ეს ლოკალური ოპტიმუმია, ჩვენ ამ სიმრავლიდან გამოვალთ და უფრო უკეთეს გლობალურ ოპტიმუმს ვიპოვით. და ასე ვთქვათ, ნაკლები ჰიპერპარამეტრი ჭირდება, ვიდრე ასე ვთქვათ, მარტივ გრადიენტულ დაშვებას. ანუ უფრო ოპტიმიზირებულად არჩევს learning rates და აი ამ ადაპტაციას რამდენად შეასწოროს მოდელის წონება. როგორც წესი, ანუ ეს adaptive moment estimation კარგი პირვანდელი არჩევანია, ანუ იმის ნაცვლად, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი სწავლის რეიტი, ჩვენ უფრო ელასტიურობას ვძენთ მას, თუმცა ყველა ამოცანისთვის ოპტიმალური შეიძლება არ იყოს. აქ ისევ და ისევ უნდა შეირჩეს თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე სხვადასხვა ოპტიმაიზერი და შესაბამისად სიზუსტის მეტრიკებით შეგვიძლია ვთქვათ, რომელი არის მათ შორის უკეთესი. ეს ყველაფერი შეგვიძლია ვიხილოთ აქ. ასევე მინდოდა მეხსენებინა early stopping. Early stopping არის კიდევ ერთი სტრატეგია იმისთვის, რომ ავარიდოთ თავი მოდელის overfitting-ს. როდესაც წვრთნა ზედმეტად დიდხანს გრძელდება, შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ სიზუსტე სატესტო მონაცემებზე კლებულობს. Early stopping გულისხმობს იმას, რომ თუ ასეთი რამ აღმოჩნდა,
ის ყოველ ნაბიჯზე შეაფასებს მოდელის სიზუსტეს სატესტო მონაცემებზე და თუ ამ სიზუსტემ დაიწყო კლება, ანუ არის რისკი overfitting-ის, რამდენიმე ნაბიჯი აცდის და შეხედავს. ეს ნაბიჯები ყველა ინახება, ანუ checkpoint-ი ხდება მოდელის. თუ შეატყო, რომ მოდელი უკვე overfitting-ში გადადის, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი სიზუსტე სატესტო მონაცემებზე კლებულობს და კლებულობს, წვრთნას დროზე ადრე შეაჩერებს, გვეტყვის, რომ მოდელი უკვე overfitting-ში გადადის და აგერ საუკეთესო მოდელი შევინახეთ ცალკე. ანუ აკვირდება დინამიკას ჩვენი სიზუსტის. ეს კიდევ ერთი მეთოდი არის იმის თუ როგორ ავარიდოთ თავი overfitting-ს და თუ საჭიროა დროზე ადრე, მაგალითად შეიძლება epoch პარამეტრი ზემოდან დიდი შევარჩიეთ, early stopping-ი მაგას მიგვანიშნებს და გვეტყვის, რომ უკვე მოდელი გადადის ზედმეტ წვრთნაში და ჯობია დროზე ადრე გავაჩეროთ. ამის პლუსი არის ის, რომ უფრო მალე მივიღებთ შედეგს და უკეთეს შედეგს მივიღებთ. overfitting-ს თავს ავარიდებთ. ეს იმიტომ ჩავამატე ამ ნოუთბუქში, რომ მომავალში რო დაგჭირდეთ და დამიჯერეთ დაგჭირდებათ, ექნებათ ასეთი მაგალითი კლასი, თუ როგორ შეგვიძლია early stopping-ის იმპლემენტაცია. ძალიან სიღრმეში არ ჩავეძიები, უბრალოდ აი მაგალითად გეტყვით, ეს 5 ბიჯს აცდის, რომ სიზუსტე გაუმჯობესდეს. თუ 5 ბიჯის რაოდენობაზე სიზუსტე აღარ უმჯობესდება და მხოლოდ უარესდება, წვრთნა დროზე ადრე გაჩერდება. ხო, იდეაში მთელი ეს კოდი მაგას ემსახურება. ჩვენ შეგვიძლია შემდეგ უკვე დავატრიალოთ ციკლი თითოეული ეპოქისთვის. თითოეულ ნაბიჯზე ჩავატაროთ წვრთნის ნაბიჯი და validate ნაბიჯი. ანუ შეფასება რამდენად კარგად მუშაობს მოდელი ჩვენ სატესტო მონაცემებზე. ამ ყველა, ასე ვთქვათ, თითოეულ ნაბიჯზე ამ მონაცემის შენახვა, რომ ჩვენ შევძლოთ დავინახოთ ჩვენი მოდელი უმჯობესდება თუ არა, რომ ეს ყველაფერი დაგვიბეჭდოს. და საბოლოოდ დაგვიწერს early stopping-ი დაჭირდა თუ არა, რამდენ ბიჯში დასრულდა წვრთნა, რამდენი ეპოქა დაგვჭირდა და როგორ საუკეთესო შედეგს მივაღწიეთ. აი შეგვიძლია ამ ჩვენ რეპორტს გადავხედოთ. ამ შემთხვევაში 5 წუთი დაჭირდა წვრთნას, რადგან CPU-ს ვიყენებ და ასე თუ ისე ვიხილეთ, რომ საკმაოდ რთული მოდელია, მაგალითად 109,000 პარამეტრს ასწორებს თითოეულ ბიჯზე. თუმცა GPU-ზე რო გაგვეშვა, ეს იქნებოდა წამების საქმე. და ხედავთ ბიჯი 1-10-დან თითოეული ბეჭისთვის, ანუ 64 დაჯგუფებისთვის, loss, ანუ შეცდომის ფუნქციის მნიშვნელობა, შეგახსენებთ, რომ მისი მინიმიზაცია არის ჩვენი მიზანი. და მართლაც ხედავთ, რომ თავიდან დაიწყო 2.4-ით და შევძელით 0.2-მდე ჩამოწევა. ამ ყველაფრის შემდეგ training loss-ი და accuracy იყო შემდეგი. validation loss-ი და accuracy იყო შემდეგი. ყოველთვის ჯობია, რომ validation loss-ზე ფოკუსირდეთ, ანუ ჩვენ სატესტო სიმრავლეზე, სიზუსტეზე კონცენტრირდეთ. სასურველია, რომ სიზუსტე გაიზარდოს, შეცდომის ფუნქციამ დაიკლოს. თუ ეს ტრენდი შეტრიალდა და არ გაუმჯობესდა, დროზე ადრე ვაჩერებთ და საუკეთესო iterაციას ვინახავთ. აი მაგალითად ხედავთ, რომ მეორე iterაციაზე ჩვენი validation accuracy გაუმჯობესდა 97.05%-მდე, ანუ სიზუსტე გავზარდეთ. ერორის ფუნქციის მნიშვნელობა შევამცირეთ, მანამდე თუ იყო 0.11, ახლა გახდა 0.09 და ასე iterაციულად ვაგრძელებთ. და როგორც ხედავთ, მივედით ბოლო მეათე ნაბიჯამდე, სადაც ჩვენი ვალიდაციის სიზუსტე წარმოადგენს 98.18-ს
ანუ სიზუსტე მაქსიმალურად გავზარდეთ. შეცდომის ფუნქციის მნიშვნელობა მაქსიმალურად შევამცირეთ, გახდა 0.0627. დაგჭირდა 5 წუთზე ოდნავ მეტი, 10-ვე ბიჭი გამოვიყენეთ. და best validation loss achieved. ანუ საუკეთესო, ანუ მინიმალური შეცდომის ფუნქციის მაჩვენებელი. ახლა რო შევქმნით მოდელი. როგორ შევაფასოთ? რამდენად კარგი მოდელია, რამდენად სტაბილურად იქცევა, overfitting-ის ან underfitting-ის რისკი ხო არ გვაქვს? და რა სიზუსტეს ვახცევთ ჩვენ მონაცემებზე. ამისთვის შეგვიძლია დავაბეჭდოთ შემდეგი გრაფიკები. X ღერძზე არის epoch, ანუ BG. Y ღერძზე არის loss ფუნქცია, ანუ შეცდომის ფუნქციის მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია მისი შემცირება. ამ შემთხვევაში იასამნისფერი ხაზი განსაზღვრავს training loss, ანუ დასასწავლ მონაცემებზე შეცდომის ფუნქციას და წითელი განსაზღვრავს სატესტო მონაცემებზე შეცდომის ფუნქციას. ხედავთ, რომ ისინი სტაბილურად ჩადიან დაბლა, არ იკვეთებიან. რო იყოს რაღაც შემთხვევა, სადაც წითელი გრაფიკი იწყებს ზრდას ან გადაკვეთს training loss-ის მნიშვნელობას, ეს იმწავსვე მიანიშნებს, რომ ჩვენ overfitting-თან გვაქვს საქმე. უნდა გავზარდოთ ან რეგულარიზაციის პარამეტრი, აი dropout-ი რო ვახსენეთ. შეიძლება მოგვიწიოს არქიტექტურის ჩასწორება, მაგალითად ნაკლები ნეირონების გამოყენება. შეიძლება იყოს პირიქით, რომ აი accuracy-ზე ჩვენ მივახციეთ საუკეთესო შემთხვევაში 98.06 თუ სწორად მახსოვს. შეიძლება იყოს, რომ არ გვაწყობს. ჩვენ გვინდა, რომ უკეთესი მონაცემები, უკეთესი სიზუსტე მივიღოთ. ამისთვისაც რამდენიმე სტრატეგია არსებობს. თუ ხედავთ, რომ overfitting-ი არ მოხდა, შეგვიძლია Excel-ის ნეირონების რაოდენობა გავზარდოთ. შეგვიძლია epoch-ების რაოდენობა გავზარდოთ, აქამდე 10 იყო, შეგვიძლია 100-მდე გავზარდოთ და შევხედოთ, როგორ მოიქცევა მოდელი. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ჩვენი validation accuracy არ წავიდეს დაღმა და მიაღწიოს უკეთეს მაჩვენებელს. დავუშვათ 98.06 ან 98.18 ჩვენი ბიზნესისთვის მისასალმებელია. გვაწყობს ამ მოდელით შეგვიძლია მაგალითად ამოვიცნოთ სურათზე რა ციფრები წერია. შეგვიძლია ასოების დავამატოთ და შევახვიოთ როგორც მანქანის ნომრის ამომცნობი მოდელი. ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია და დავუშვათ კმაყოფილი ვართ ამ 98 სიზუსტით. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ confusion matrix ანალიზი, როგორც წინა ლექციაზე გავაკეთეთ. ნახოთ რომელ ციფრებზე რამდენად კარგად ვიქცევით თითოეულ კლასზე. დავთვალოთ ზოგადი სიზუსტე. ვაწარმოოთ classification report. ეს ყველაფერი ჩვენ ასე თუ ისე ყველაფერი განვიხილეთ. Precision recall F1 score თუ გახსოვთ წინა ლექციის საგნები იყო. ჩვენ შეგვიძლია თითოეული კლასისთვის, ანუ თითოეული ციფრისთვის ცალსაკე ჩამოწეროთ. ნახოთ, რომელი ციფრის ამოცნობა უკეთ გამოგდის, რომლის ნაკლებად. შეიძლება გადავწყვიტოთ ბიზნესის მიხედვით precision უფრო გვაწყობს recall თუ დაბალანსებული F1 score. შევაფასოთ, რამდენად კმაყოფილი ვართ ჩვენი მიღებული შედეგით. მაგალითად შეიძლება იყოს, რომ აი ყველაზე დაბალი რა გვაქვს 97, 5-2, ხო? მაგაზე ნაკლები თითქოს არ გვაქვს. აი რუიანის ამოცნობა შედარებით გვიჭირს დავუშვათ. და შეიძლება 97% არ იყოს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. ამ შემთხვევაში უნდა დავუბრუნდეთ ისე წვრთნის ციკლს, შევცვალოთ პარამეტრები, ვეცადოთ ამის გაუმჯობესებას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე თითოეულ კლასზე შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა, რამდენად ზუსტი არის ჩვენი ნაპოვნი ფუნქცია. შეგვიძლია confusion matrix დავაბეჭდოთ, ესეც წინა ლექციაზე განვიხილეთ, თუ გახსოვთ, მაშინ იყო 2-2-ზე, რადგან ბინარულ კლასიფიკაციასთან მქონდა საქმე, კი არა პასუხთან. ამ შემთხვევაში confusion matrix-ი გვაქვს 10-10-ზე. და ჩვენი მიზანია, რომ მის მთავარ დიაგონალზე გქონდეს მაქსიმალური მნიშვნელობები. ხედავთ, რომ ძირითადად ეგრეა, მაგრამ არის რიგი
მნიშვნელობების, რომლებიც არამთავარ დიაგონალზე მდებარეობს. აი მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ, რომ ციფრი 2 ხშირად გვეგონა 7-იანი. ხშირად რა? 10 შემთხვევაში. რაც ახსნადიც არის. ალბათ წარმოგვიდგენია, რომ 2-იანი რო დაჯღაბნილად დავწეროთ, შეიძლება მართლა 7-იანს გავდეს ხშირად. მოსალოდნელია ასეთი შეცდომები. ასევე შეგვიძლია აი სხვა შემთხვევებიც ვნახოთ, 9-იანი ხშირად ჩვენ მოდელს აერია 4-იანში. ესეც ალბათ ადვილი გასაგებია 9-იანი მართლაც რომ ცუდად დავწეროთ, შეიძლება მართლაც 4-იანს გავდეს რაღაც შემთხვევებში. მაგრამ confusion matrix-ი გვაძლევს ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მარტივ ვიზუალიზაციას. ძირითადი დიდი რიცხვები საბედნიეროდ მთავარ დიაგონალზე მდებარეობს. შეგვიძლია რამდენიმე 10-თენილი კლასი დაობეჭდოთ. ზუსტად ვიცით, სად ვიყავით სწორები, სად არა. აი მაგალითები შეგვიძლია ვნახოთ. აი პირველი ფოტო. ნამდვილი ლეიბლი იყო 4-იანი, მოდელმა თქვა 9-იანი. მართლაც ისეთი ცოტა სადაო შემთხვევა არის. ამ შემთხვევაში ნამდვილი იყო 9, მოდელმა 5. აქ მართლაც ალბათ ვიტყვით, რომ შეიძლება გაუმჯობესება. ალბათ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს პიქსელები შავი იყოს, მართლა შეიძლება 5-იანს რაღაცნაირად მიამსგავსო, მაგრამ ალბათ აქ არის რაღაც გაუმჯობესების პოტენციალი, შეიძლება. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია სათითაოდ ასე მაგალითები განვიხილოთ. საბედნიეროდ ასეთი მაგალითები არ არის ბევრი, ამ შემთხვევაში 1.82%. თუმცა ისევ და ისევ გააჩნია ჩვენი პროდუქტის სიზუსტის მოთხოვნებს. ჩვენ ასევე შეგვიძლია თითოეული კლასისთვის დავთვალოთ, აი ეს როგორც აქამდე დავთვალეთ ეს კლასიფიკაციის რეპორტი, შეგვიძლია გრაფიკულადაც წარმოვადგინოთ. ამ კოდის მაგალითსაც იხილავთ ნოუთბუქში. მაგალითად უფრო ადვილად რო შევძლოთ კომუნიკაცია, რომელ ციფრებზე კარგად მუშაობს ჩვენი მოდელი, რომლებზე არა. რამდენიმე სწორ მაგალითად შევხედოთ, იყო 6 და მოდელმა თქვა 6, მაგალითად ეს საშინელება იყო 2 და მოდელმა სწორად თქვა 2. ასე შემდეგ შეგვიძლია რაღაც პრეზენტაციისთვის საინტერესო რაღაცები ამოვხოთ. რო შევაჯამოთ, შევქმნით ნეირონული ქსელი, გავწვრთნით ხელნაწერი ციფრების მონაცემებზე, შევაფასეთ მისი სიზუსტე, განვიხილეთ რამდენიმე პარამეტრი, როგორც იყო ქსელის ზომა, რეგულარიზაცია, შეფასების მეტრიკები, learning rate, adaptive learning rate. პოტენციური გაუმჯობესებები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენ ამ მოდელზე გავაკეთოთ. კონკრეტულად ციფრების ამოცნობა ამ შემთხვევაში ისეთი უფრო მარტივი ამოცანა არის, მაგრამ რო გქონდეს საქმე უფრო რთულ სტრუქტურებთან, როგორც არის მაგალითად ადამიანის სახის ამოცნობა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კონვოლუციური ნეირონული ქსელის შრე ჩავამატოთ. აი შრეები, რომლებიც ლექციას განვიხილეთ, შეგვიძლია ჩავამატოთ ეს შრეები ჩვენ მოდელში, გავწვრთნათ და წესით გაუმჯობესებასაც უნდა ველოდოთ. მე ასევე ჩავამატე კოდი თუ როგორ შეგვიძლია ეს მოდელი შევინახოთ მომავალი გამოყენებისთვის. Torch-ს აქვს ასეთი თვითონ მოდელის ობიექტს, state dictionary property, რომელიც მოდელის ყველა მაჩვენებელს დაგვიბრუნებს. და ეს შეგვიძლია შევინახოთ შემდეგი ფუნქციით. torch.save გადავცემთ ჩვენ მოდელის state dictionaries და სად გვინდა რომ შეინახოს. შეგვიძლია შევინახოთ ჩვენ ფოლდერში და დაახლოებით შეგვიძლია ვნახოთ რას ინახავს. ეს არის მოდელის არქიტექტურა, შემავალი ზომები, დამალული შრის ზომა, კლასების რაოდენობა, dropout rate, თვითონ training ჰიპერპარამეტრები, როგორც იყო learning rate, batch size, რამდენი ნაბიჯი გამოიყენოს, early stopping patients, ანუ წინასწარი გაჩერების მოთმენა, ასე ვთქვათ. რა performance მეტრიკები იყო გამოყენებული, შეგვიძლია accuracy-ს დავაკვირდეთ ყოველ ჯერზე, შეიძლება train loss მინიმიზაციას დავაკვირდეთ ყოველ ჯერზე.
და training info, ანუ რა device იყო გაწვრთნილი, როდის და მოდელის სახელი. ეს ყველაფერი შეგვიძლია შევინახოთ. და model loading-ის მაგალითიც ვაქვს. შეგვიძლია გადავცეთ მას ჩვენი მოდელის დირექტორია და ის ყველაფერს load state dict ფუნქციით ჩატვირთავს უკან. ანუ მთელი ეს ნეირონული ქსელი შეგვიძლია შევინახოთ. საკმაოდ ოპტიმალურად ინახავს. რა თქმა უნდა, იქ რაღაც შუალედური გამოთვლებიც არსებობს. თვითონ PyTorch ოპტიმიზაციისთვის, გრადიენტებს ითვლის თითოეული შრისთვის, რომ დასასწავლად წიაღწერ გაამზადოს და ოპტიმალურად დათვალოს. შეგვიძლია მივუთითოთ ეს მაგალითად მოდელი თუ იგულისხმება, რომ მომავალში შეიძლება კიდე გაიწვრთნას, მაშინ ჯობია გრადიენტები შევინახოთ, თუ არა და გრადიენტების შენახვა აღარ გვჭირდება და მაგის განსაზღვრა შეგვიძლია მთლიანი მოდელის ჩატვირთვა გვინდა თუ არა. და მართლა შეგვიძლია შევინახოთ, თავიდან ჩატვირთოთ და ხედავთ, რომ ჩვენი არქიტექტურა ადგილზეა, ჩვენი 109,000 პარამეტრიც ადგილზეა და ჩვენი test accuracy-ც, როგორც იყო 98.18, ისიც შენარჩუნებული. კარგით, დღეისთვის ეს მინდოდა მომეყოლა. შემდეგ ლექციაზე ტექსტის ანალიზს ვეცდებით. ყველა იმ მეთოდით, რაც აქამდე გაგვივლია. და დღევანდელი და შემდეგი ლექცია არის წინაპირობა, რომ დიდ ენობრივ მოდელებს შევუდგეთ. ნეირონული ქსელებით და ტექსტის ანალიზის აი ამ საწყისებით უკვე მზად ვიქნებით, რომ დიდი ენობრივი მოდელებიც გავიგოთ, როგორ მუშაობენ, რა სისუსტეები აქვთ, როგორ გამოვიყენოთ. ბოლო პერიოდში large language მოდელები იმდენად ფართოდ მოედო ყველა სფეროს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მათ თავი ავარიდოთ. მანდაც ვნახავთ, რომ ისევ და ისევ ნეირონული ქსელები გამოიყენება უბრალოდ იმდენ შრიანი და ისეთი სიღრმის, რომ მათი გაწვრთნა გაშვება უკვე ცოტა პრობლემური ხდება. ამიტომ ვიყენებთ ან ცალკე სერვერს, ან რაღაც მოდელის დისტილიზაციის მეთოდებს, რომლებიც ვახსენეთ. მაგ ყველაფერს რა თქმა უნდა განვიხილოთ. და როგორც ყოველთვის, დღევანდელი მასალები იქნება როგორც ამ ლექციის ჩანაწერი, ისე პროექტი, ისე სლაიდები, ყველაფერს მოგაწვდით ჩატში. კარგით. თუ რამე შეკითხვები გაქვთ, სიამოვნებით უპასუხებ, იქნება ეს აქ თუ ჩვენ WhatsApp ჯგუფში. თუ არა და მე მგონი დღეისთვის საკმაოდ დიდი მასალა განვიხილეთ. მადლობა. მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.